გამარჯობა, მე ვარ თაკო ბასილია, თქვენ უყურებთ Wellness podcast ჯანსაღყვებაზე, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. დაგიბრუნდით ახალი წლის შესვენების შემდეგ 2026 წელს ძალიან საინტერესო თემით. +40 ასაკი. რატომ არის ზოგისთვის განცდა ცხოვრების დასასრული, ზოგისთვის კი პირიქით დასაწყისი და ახალი შესაძლებლობები. ჩემი სტუმარია გვანცა ბარაბაძე, პიროვნული განვითარების მენტორი. გამარჯობა გვანცა. გამარჯობა და ძალიან მიხარია რომ შენი მეკოლება რამ წელს და აქვე გეტყვი რომ დიდებული წელი იქნება სასწაული. უღრმესი მადლობა და მეც ძალიან მიხარია რომ შენ ხარ ჩემი პოდკასტის სტუმარი პირველი 2026 წელს და ძალიან საინტერესო თემით ვხსნით. თან ისეთია ჩემთვის ბუნებრივი, იმიტომ რომ მეც +40 ვარ და ჩემი შეკითხვა არის, რატომ არის ესეთი განსხვავებული დამოკიდებულება ამ ასაკთან, რომ ზოგ ადამიანს გონია, რომ ცხოვრება ეხლა იწყება და ზოგი პირიქით გონია, რომ თავრდება და სულ წარსულში იყურება და წარსულს იხსენებს და რატო ხდება ეს, რომ მოგვიყვა. ჩემთვისაც საინტერესო ასაკია, იმიტომ რომ მე გვიან 30-იანებში გადავდივარ უკვე მალე და ეს 40 რაღაცა ისეთი ინტერესით მეძახის იქიდან და ზოგადად ცხოვრების ფაზები, სხვადასხვა ეტაპები ძალიან საინტერესო არის ჩემთვის, იმიტომ რომ ხა პროფესიულად მუდმივად მიწევს მოკლედ ამასთან მუშაობა და 40 წლის ასაკი როგორი საინტერესო ფაზა და ეტაპი არის ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ გარდატეხა ხდება თითქოს რაღაცნაირად და შენ კრიზისი ახსენე და ზოგადად კრიზისი ხო ეგ არის რომ რაღაც უკვე ხვდები რომ არ მუშაობს, ანუ რომ მოვიხედავ, რაღაცები ისე ვეღარ იქნება, როგორც აქამდე ხვდები, მაგრამ ახლებური გზები ჯერ არ ჩანს და ეს იწვევს ხოლმე ძალიან დიდ გაურკვევლობის განცდას. თუმცა კრიზისი ყოველთვის არის თან შესაძლებლობა, ხო? ანუ შეხედო ახალი გზები მოძებნო და ეს ქმნის სივრცეს, რომ იმ მოცემულობიდან გამოხვიდე რაღაც ახალი გაცნობიერებით, ახალი საფეხურით, ახალი გზით და ასე შემდეგ. მაგრამ სანამ ეს ყველაფერი მოხდება, არის კრიზისი, არის გაურკვევლობა და ამიტომ არის ესეთი რთული, შედარებით რთული, მოდი ესე ვთქვათ. თან 40 წლის ასაკს რაც ახასიათებს და ძალიან ისეთი არის, მგონია, საინტერესო ჩემი დაკვირვებით, მანამ აი ცხოვრების რაღაცა ეტაპებს გავდივართ, ხო? და 40 წელი არის ერთ-ერთი ესეთი ფაზა, სადაც მივდივართ, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განვლილი ცხოვრება როგორ გავიარეთ. როგორ წამოვიღე რესურსი. დამრჩა რაღაც დანაკლისი, იმიტომ რომ შეიძლება არ მომეცა ამის შესაძლებლობა. აი 40 წლის ასაკში თითქოს ყველა ეს დანაკლისი, დრაკონებს ვეძახი ხოლმე ამ დანაკლისებს, აი ერთიანად ამოვა და შენ გიწევს აი ამ ყველაფერს უკვე ჩახედო თვალებში. და თუ ეს დანაკლისები, ანუ დრაკონები ძალიან ბევრი ყავს, უკვე მეტი შფოთი და წინააღმდეგობა და გაურკვევლობა მოდის. და რა არის ხო ეხლა ეს დრაკონები რა შეიძლება რომ იყოს და რა შეიძლება დაკლებოდა ცხოვრების გზაზე. ანუ ის ფაზები რაც მანამ გავიარეთ, აი პირობითად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხო დაბადებიდან რომ დავიწყოთ, პირველი წლები ცხოვრების ვიცით რომ ძალიან მნიშვნელოვანია და დიდ გავლენას ახდენს ჩვენი ფსიქიკის, ჩვენი შინაგანი მდგომარეობის ჩამოყალიბებაზე და ამ დროს გვიყალიბდება სამყაროსთან კავშირი, აი ეს ნდობა, უსაფრთხოების განცდა იმის მიხედვით თუ როგორი გარემო მქონდა, რამდენად ეს რესურსი ჩემში გაიზარდა, ან ვარ ნდობით სამყაროს მიმართ, ან მაქვს ეს დანაკლისი და ძალიან დიდი შიშები, ხო? არ ვენდობი, არც სამყაროს, არც საკუთარ თავს. და ეს პირველი 7 წლები, 6-7 წელი, ხო? პირდაპირ იქმნება და ფორმირდება იმის მიხედვით, პირველ რიგში მშობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს, ხო? რამდენად უსაფრთხო გარემო შეგიქმნეს და ასე შემდეგ. ანუ იდეალურ შემთხვევაში აქედან წამოიღებ სიმყარეს, ნდობას, აი ამ ძალიან დიდ რესურსს და ცუდ შემთხვევაში წამოიღებ აი ამ დანაკლისს, რომ ეხლა არ ვენდობი და მეშინია. შემდეგ ეხლა რო აგრძელებ კიდე გზას სკოლის პერიოდს რო შევხედოთ, ხო? აი სკოლის პერიოდში პირველი 7 წლები არის ძალიან ეს თვითშეფასებასთან დაკავშირებული, ხო? ანუ ჩვენ ვიწყებთ და ბავშვები როგორც წესი ამ დროს იწყებენ ხოლმე სხვებთან შედარებას და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საკუთარი უნიკალურობის გამოყოფა დაიწყოს და აღქმა დაიწყოს და რატო არის ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანი არის მშობლების მხრიდან, რომ ძლიერ თვისებებს გაუსვათ, ხო? ხაზი რასაც კარგად გააკეთებს, ეს რო არ გამოგრჩეს. შეადარო მუდმივად საკუთარ თავს, რომ აი ნახე, ეხლა
ეს რომ დღეს ესე გააკეთე, ნახე გუშინ ცოტა სხვანაირი ახლა გაუმჯობესება გაქვს. ხვალ კიდე როგორ შეიძლება გაუმჯობესო, საკუთარ თავთან ეხმარები რომ დაბრუნდეს, რომ ეს თვით შეფასება გაუძლიერდეს. მშობლების ფიგურა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო? მამა, დედა, ავტორიტეტები, როგორი დამოკიდებულება აქვს ჩემთან მიმართებაში. ძალიან ხშირად თუ მკაცრი მშობლები გვყავს ამ პერიოდში, ხო? აი სკოლისთან განსაკუთრებით ისეთი ფაზა არის, ხო? მშობლებს უნდათ ხოლმე რომ ჩაერთონ მაქსიმალურად ბავშვის ცხოვრებაში და ხშირად ეს თუ კრიტიკის კუთხით ხდება, მაშინ ეს კრიტიკა მათ შორის ითარგმნება ჩემ შინაგან ხმად, ხო? მე რომ გავიზრდები თუ მეუბნებიან, რა ვიცი, კი მივიღე ეს ქულები და მაღალი შეფასება მაქვს, მაგრამ არასდროს საკმარისი არ არის, შენ მეტი შეგიძლია, ძალიან ხშირად გვეუბნებიან ხოლმე, ხო? ესეც რაღაც დანაკლისს აჩენს. ანუ მე როგორიც ვარ არასდროს საკმარისი არ არის, გადავწყვიტავ და კარგ შემთხვევაში რესურსს წამოვიღებ, რომ მე საკმარისი ვარ ისეთი როგორიც ვარ და თვით შეფასების და შრომის მოყვარეობას ვაძლევ. ანუ ხვდები რომ მე უნდა განვითარდე. მოგეთ ეს ფაზაც გავიარეთ ავად თუ კარგად, კარგ შემთხვევაში რესურსით, სულ შემთხვევაში რაღაც დანაკლისით, მე გადავედი ახლა ამ თინეიჯერობის ასაკში ძალიან რთული არის, ხო, რაც ხდება ამ დროს. სხვათა შორის ანიმაცია ძალიან მიყვარს, Inside Out, თუ ვინმეს არ აქვს ნანახი და ახლა ჩვენ გვისმენს, აი კარგი შესაძლებლობა რომ აუცილებლად ნახეთ, მით უმეტეს თუ თინეიჯერი შვილები გყავთ, მათთან ერთად, იმიტომ რომ თქვენც ძალიან ბევრს სწავლობთ ამ დროს და ბავშვების ემოციების შინაგანი სამყაროს გაცნობა ძალიან კარგად შეგიძლია. მოკლედ ამ ანიმაციით თან 2 სერია არის და იქ არის ეს შინაგანი მდგომარეობა, კარგად ეს ემოციები და რა ხდება, ხო, აი ამ გარდატეხის ასაკში ფაქტიურად შიგნით იშლება ყველაფერი და თავიდან იწყება ფორმირება. ანუ რაც მანამ ავაშენე, რაღაცა კუთხით ეს ნდობა, შრომის მოყვარეობა კი ჩაიდო, მაგრამ ეხლა უკვე მე თვითონ უნდა მოვძებნო კითხვაზე პასუხი, ვინ ვარ და რა მინდა საერთოდ. და თან ის უნდა მოვძებნო იმ ფონზე, რომ თანატოლების გავლენა არის ძალიან ძლიერი, ძალიან მნიშვნელოვანი ხდება ჩემთვის, რას ფიქრობენ ჩემი თანატოლები, ჩემი მეგობრები ჩემზე და ეს ძალიან დიდ შფოთს იწვევს. და ეხლა გარემოდან შეფასებას აძლევ ძალიან დიდ მნიშვნელოვანი ძალიან დიდ შეფასებას ვაძლევ, აი წარმოიდგინე ვიტრინაში ვდგავარ მანეკენივით და ყველა მე მიყურებს, თითქოს აი ესეთი განცდა მაქვს. და ამ დროს გარემოდან რომ მოდის არა მხარდაჭერა, არამედ კიდე უფრო გაკრიტიკება, ხო? და როგორც წესი შეიძლება არ იყოს, ჩემი ექსპერიმენტები შეიძლება არ იყოს მხარდაჭერილი, ხო? იქ რაღაცა თმები შეჭრა უნდა ვიღაცას ყურის გახვრეტა შეღებოა და ასე რაღაცა სხვადასხვა გამოცდილებების მიღება მინდა, იმიტომ რომ უნდა ვიპოვო ვინ ვარ და რა მინდა. რა თქმა უნდა, სრული ყველაფრის სივრცეს არ აძლევ, ეს არ ნიშნავს, რომ სრული თავისუფლება, თუმცა თავისუფლება უსაფრთხოების გათვალისწინებით. ეს არის იდეალური, რაც გარემომ და მშობლებმა შეიძლება გაგიკეთონ და მესმის, რომ ძალიან რთულია და თინეიჯერი შვილები ვისაც ყავს, ახლა შეიძლება ეს ძალიან ისე იავნანასავით ესმოდეს და რაღაც ჩაეცინოს, რომ აი გეყოლება თინეიჯერი და მიხვდები. და მესმის და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან რთულია. მე არ მყავს ჯერ თინეიჯერი შვილი და მივალ მეც მაგ ფაზამდე სხვათა შორის ჩემი ერთი მენტორი მეუბნებოდა რომ აი ეს თინეიჯერობის ძალიან ვამზადებდიო ჩემ შვილსო რა სანამ ეს გარდატეხის ასაკი მოუწევდა იმიტომ რომ ისეთი შვილი ყავდა რა რომ აი ძალიან პატივს ცემს და ძალიან აფასებს და სულ ყველაფერი დაავიწყდა გვანცავ არაფერი აღარ ახსოვსო და ნუ რა ვქნაო შეგუებული ვარ მოკლედ ამ მდგომარეობასთან მაგრამ მე ისევ დაბრუნდება კი ისევ დაბრუნდება კი უბრალოდ თინეიჯერის ასე რომ ოჯახ არ არის ადვილი ანუ ეს ეტაპი როგორც მშობელმა თუ გაიარე ძალიან დიდი სკოლა არის უბრალოდ ჩვენც ისიც უნდა გვესმოდეს რომ ძალიან ბევრი პროცესი მიდის შიგნით და ბუნებრივია რომ თუნდაც ემოციურად ესეთი არამდგრადი იყოს ესე ძლიერად განიცდიდეს რაღაცებს აი ესეთი მაღალი შფოთი ქონდეს იმიტომ რომ გონია რომ ხარდაჭერას თუ გამოუცხადებ და თუნდაც იმ ექსპერიმენტებსაც ხარს დაუჭერ მაგრამ შეიძლება რაღაც შენებურად უთხრა შენი აზრი მაგრამ ხარს უჭერ ჩემ შემთხვევაში ითვალისწინებდნენ. კი, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო, ანუ და რა ხდება ამ დროს, რაც მშობლებს გვიჭირს ხოლმე უფრო, ხო, იმიტომ რომ აქ ეგოს თემები ჩემოდის და რა კუთხით ნახე, შენ გახარ პედესტალზე, როგორც მშობელი 11-12 წლამდე, ხო, სხვადასხვა პერიოდში იწყება ხოლმე ეს გარდატეხის ასაკი. და ამ პედესტალიდან უცებ ჩამოვარდები დაბლა, იმიტომ რომ აღარ ხარ ავტორიტეტი შვილისთვის და ამას ხვდები გრძნობ ყველანაირად, იმიტომ რომ შეიძლება მეგობარს კითხოს, ექსპერტი ხარ რაღაცაში, აი პოდკასტებს აკეთებ და თავისი პოდკასტის გაკეთება გადაწყვიტა და მეგობარს დაურეკავს, იმას კითხავს რჩევას და შენ არ კითხავს და ბუნებრივი არის, რომ ანუ მე ხო უფრო კარგად ვიცი ეს, მე რატო არ მეკითხები, მაგრამ
იმის აზრი უფრო მნიშვნელოვანია და აქ მშობლებში ძალიან ბევრ შემთხვევაში თუ ცნობიერი არ ვარ და თუ საკუთარ თავზე არ მუშაობ, პროტესტი, მეც აგრესია, იმიტომ რომ ეს არ არის ადვილი. გადასატანად ხო, ამდენი წელი ამ პედესტალზე ვიდექი. ხო და ამაზე უარის თქმა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე, რომ ეხლა ჩემზე კი არ არის, მას თავისი რთული პერიოდი აქვს და მოდი დავეხმარო. მოკლედ, თუ ეს ფაზა და შემთხვევით ალბათ არ გავჩერდით აქ თითქოს, იმიტომ რომ მე რაღაცნაირად მგონია, ჩემი დაკვირვებით ესეც და ჩემი გამოცდილებითაც, პირობითაც მეც რო ვიყავი თინეიჯერობის პერიოდში, ბევრი დანაკლისით მაქვს მათ შორის გავლილი, იმიტომ რომ რაღაცა მშობლები სხვანაირები ყავდა და ყველას თავისი შფოთი აქვს, რა თქმა უნდა და რაღაცების უფლება არ გქონდა და ეხლა ესე მოგინდეს რაღაცა გააკეთო, არ იყო ეგეთი ადვილი. ამიტომ ამ თუნდაც ამ ექსპერიმენტებში ისეთი თავისუფლები არ ვიყავით, ხო? და კარგ შემთხვევაში მე მომაქვს ეს ძლიერი განცდა, ვინ ვარ და რა მინდა და ცუდ შემთხვევაში მომაქვს ბუნდოვნება. რომ არ ვიცი, ვინ ვარ, რა მინდა, რა ინტერესები მაქვს, ჩემს ფასეულობები არ მაქვს აღმოჩენილი. თან კიდე საინტერესო რა მოდის, იცი, რომ ეს ჩვენი მეამბოხე სული და განსხვავებული და მეორეს მხრივ მდგომარეობა, რომ გავითვალისწინო სხვები რას ფიქრობენ, უპირისპირდება ერთმანეთს და ერთ-ერთი გაიმარჯვებს აქ, ხო? ან მე დავიწყებ იმის გააზრებას და გაცნობას, მე ვინ ვარ და მეყოფა ძალა რო ეს გავაკეთო, ან უხეშად რო ვთქვა, გადამტეხავენ და კონფორმული გავხდები, ანუ უფრო მეტად გავხდები მორგებული რა უნდათ. და ჩემი ხმა ჩავა ნულზე, ეს მიუთზე გავუშვებ, როგორც ტელევიზორს თიშავთ ხოლმე რაღაცა ისეთი გადაცემა რო გადის, რო არ მოგწონს, ხო? და ნახე, ახლა 40 წლის ასაკში ცოტა რო გადავახვიო და გავხდი 40 წლის. ისევ მაქვს ეს კითხვა, ვინ ვარ და რა მინდა, არ ვიცი. ხო, იმიტომ რომ აქ არ მომეცა ექსპერიმენტების საშუალება და ახლა ამ კითხვაზე პასუხი უკვე არ მაქვს და ეს ისეთი დრაკონი არის ოთახში. 40 წელს ისედაც ახლავს თავისი კრიზისული კითხვა და ეს რო არ მაქვს გადალახული, აქ უკვე მეტ შერყევას იწვევს, ხო? და კიდე რომ მივამატოთ აი ეს წინა ფაზები, რაც უკვე ვთქვით, თუ მაგალითად არ ვენდობი, უკვე შიში მაქვს და შფოთი მაქვს, არ ვარ ისეთი თამამი რაღაცების გარისკვაში, იმიტომ რომ ის პირველი ფაზის დანაკლისიც მაქვს. თუ მეორე ფაზის დანაკლისიც გამომყვა, მაგალითად შრომის მოყვარეს სხვებთან შედარება, იქ უყურებ და აგერ თიკოს რაღაცა თავისი გადაცემა აქვს და სადღაც მეც მინდა რომ მქონდეს, არ მაქვს და ცოტა არ მომწონს. იქ შევხედა იმას თავისი სივრცე აქვს გაკეთებული, იქ ვიღაცამ მოკლედ რაღაც შედარებას ვიწყებ, იმიტომ რომ ჩემი ფოკუსი შიგნით არ არის შემოტრიალებული, იმიტომ რომ იქ ხო უნდა მესწავლა ეს რომ შენ თავს უნდა შეედარო, შენი უნიკალურობა უნდა აღმოაჩინო. ესეც გამოწვევა ხდება და როცა ერთი დანაკლისი გაქვს უფრო ადვილად მოული იმას და ამდენი რომ ამოდის, უშედარებით უფრო რთული ხდება და ამიტომ არის რომ ზოგ შემთხვევაში, აი 40 წლის ასაკს რომ მიუახლოვდი, თუ 1-2 ყავს რაღაცნაირად მოვახერხებ, მაგრამ ზოგ შემთხვევაში რესურსი არ მაქვს უბრალოდ, იმიტომ რომ თან ვერ ვხვდები, პრობლემა რა არის ხოლმე, რომ თუ მივხვდი, რომ რაღაც დანაკლისი გაქვს, კარგი ამბავი არის ის, რომ დანაკლისებს ეშველება. შეგიძლია ამოავსო. არ ნიშნავს, რომ თუ რაღაც 7 წლამდე დაგაკლდა და ვერ გაიარი ან შემდეგ ფაზებში, ეხლა ვერ შეავსებ ამ ყველაფერს, ხო? და სხვათა შორის აი რო თქვი, რომ 40 წლის მერე ვიღაცა შესაძლოა ახლიდან იწყებსო, ზუსტად ეგ ხალხი არის, ხო, რომ ვიღაც ინტუიციურად ხვდება ამას, ვიღაც რაღაც პროგრამაზე მოხვდება და იქ გაიაზრებს, ვიღაც შეიძლება ეხლა ამ ჩვენ პოდკასტს რომ მოусმეს, იქ იფიქრებს, რომ რაღაცებს სახელს დაარქმევს, სახელის დარქმევა გეხმარება იმაში, რომ პრობლემა აქციოს საკითხზე შეგიძლია რომ იმუშაო, ხო? ნდობაზე შეგიძლია შრომის მოყვარეობაზე, მოდი ეხლა ვწდი რაღაც ექსპერიმენტებს, მაშინ რომ მინდოდა თინეიჯერობის პერიოდში რაღაცა მუსიკა მინდოდა რომ შემექმნა რა და არ მომცამან, იმიტომ რომ რა დროს მუსიკოსობა მეუბნებოდნენ, მაგით ფულს ვერ იშოვი და ეხლა შეიძლება აღმოვაჩინო, რომ ეგ არის ის, რაც უნდა გავაკეთო. ხატვა მინდოდა, წერა მინდოდა, არ ვიცი, ჟურნალისტობა მინდოდა. გამოხატვა არის უფრო მეტად, ხო, პლუს 40-ის მერე, რაც ისი სურვილიც გიჩნდება, რაღაც ავთენტურობის. კი, აი, იცი როგორი ის არის? ერთ-ერთი ძლიერი გაფართხალება არის რა, აი შენი სულის ხმის გეუბნება, რომ ანუ სადამდე უნდა უსმინო ეხლა ამ ხალხს, ხო? მანამ აი ეს თინეიჯერობის პერიოდის გარდატეხა რო იყო, ხო? თუ ავირჩიე ის, რომ მოვერგო სხვებს, იქაც სადღაც უკმაყოფილება მაინც მაქვს, იმიტომ რომ შინაგანად მე ხო ვიცი რა მინდა და ვინ ვარ, ეს ცოდნა ჩემში არსებობს, მაგრამ
გადარჩენის მექანიზმა აჯობა, იმიტომ რომ პირველ რიგში მე მინდა რომ უსაფრთხოდ ვიყო. ფიზიკურ სხეულში რო ხარ, ეგ ნიშნავს იმას, რომ ჯერ უსაფრთხოდ გინდა რომ იყოს, მაგრამ ეს შენი სულის ხმა სულ ხო გეძახის, რომ არა, ეგ არის შენი საქმე რა, მიდი ცადე. ამას ჭირდება ძალიან დიდი სიმამაცე, უბრალოდ და აქ უკვე 40 წლის ასაკში შეიძლება მოძებნო შენს თავში ეგ სიმამაცე და რატომ? უკვე ხვდები რომ არ ვიცი, დედაც ხარ, შვილიც ხარ, უფროსიც ხარ, მენეჯერიც ხარ, ხელფასიც გაქვს, კარგათაც ხარ და ეხლა მოდი რა ჩემი დრო მოვიდა და ამით არავის ყველა როლი შეასრულე, ყველა თამაში ითამაშე, ყველა მოლოდინი გაამართლე და ეხლა უფლებას იწყებ უკვე საკუთარი თავისთვის ნების დართვას, რომ მოდი ეგება ჩემი ცხოვრებას ჯობია ვწდი და მე ეს ძალას მაძლევს რა ერთხელ რო ვცადე მესიამნა გამოვიდა და თან ეგრე ხდება რა რომ შენ ხმას რო უსმენ შენ შინაგან ხმას სამყარო იწყებს შენთან გასწორებას, ეს სინქრონიზაციას, გამოგდის ადვილად რაღაცეები, საინტერესო ხალხს გაიცნობ, უცებ დაგირეკავენ ისეთ რაღაცას შემოგთავაზებენ საიდან, იმიტომ რომ შენ გზაზე დაიწყე დაბრუნება და ეგ მოკლედ ისეთი ჯადოსნური შესაძლებლობა არის 40 წლის ასაკში. თუმცა არა მხოლოდ. ანუ რეალურად ეს შუახნის კრიზისი აი ამიტომ ეძახიან, ხო, რომ რაღაც ეს დანაკლისები, ანუ ამას გრძნობ და უკვე იწყებ რეალურად შენი რაღაც საყვარელი საქმისან, საკუთარი თავის შეყვარებასაც და ამიტომ ეძახიან ესე იგი ამ შუახნის კრიზისს კაცების და ქალების შემთხვევაში. კი და უბრალოდ ეს თან ეს დანაკლისების ფონზე, ხო? ანუ კარგი შემთხვევა თუ ნაკლები ყავს ეს დანაკლისი და აი რატო არის ხო აი დაბადებიდან და პირველი წლები და არა მხოლოდ ეს ფაზები თუ რესურსულად გაქვს გავლილი, უბრალოდ მეტი ძალა გაქვს. წარმოიდგინე ორ ფეხზე მყარად დგა ხარ და შეგიძლია რომ იმოძრაო, მაგრამ იქ თუ რაღაც ჭრილობა გაქვს, იქ თუ რაღაცა ფეხი არ გაქვს მყარად, სადღაც მოიტეხე, სადღაც ის ჭირდება ხო იმისთვის რომ იმოძრაო. ეხლა ამდენი წინააღმდეგობა რო ხდება, შეიძლება ისე ვერ გაართვა თავი, ამიტომ გჭირდება ის რომ მყარად დადგე და კრიზისის პერიოდში მაგას ახერხებ კარგ შემთხვევაში. ცუდ შემთხვევაში სამწუხაროდ ცუდი შემთხვევებიც ხდება, ხო? ხო, მოდი ვისაუბროთ რა არის ცუდი შემთხვევები, იმიტომ რომ შუახნის კრიზისი რატო ახსენე, უფრო არა დადებით კონტექსტში მოიხსენიება, ხო? რაღაც ესე ეძახიან, რომ უფე შუახნის კრიზისშია განსაკუთრებით კაცებზე, მაგრამ ამბობთ რომ ქალებზეც. კი. ხო, და აი რა განსხვავება იყო, რატო ქალებზე არ იყო ესეთი ხაზგასმული შენი აზრით და უფრო კაცებზე იყო? მათ უფრო მეტი სუფლება ჰქონდათ, უფრო მეტი სუფლებას აძლევდნენ საკუთარ თავს ვიდრე ქალები, ვთქვათ, იცი რა არის საინტერესო ხდება ხოლმე ის, რომ ქალები, ჩემი დაკვირვებით, ცოტა უფრო ადრე იწყებენ მაგას, იმიტომ რომ რაღაცნაირად ეხლა ესეთი შედარება არ მიყვარს, მაგრამ ქალებს თითქოს მეტი ენერგია და ინტერესი აქვთ რა. ეხლა პროგრამებს თუ დააკვირდები, სხვადასხვა ესეთი დინამიკა, ხო, უფრო მეტად ქალები დადიან ხოლმე, მაგრამ აი კორპორატიულ ორგანიზაციებთან ეხლა ძალიან ბევრს მუშაობ. იქ პირიქით არის, ხშირად არის ხოლმე, რომ ჯგუფში მამაკაცები უფრო მეტი არის, იმიტომ რომ ეხლა მაღალ პოზიციებზე ეგეც არის ერთ-ერთი რეალობა, ხო, მაღალ პოზიციაზე, ამა თუ იმ მეზეზების გამო შეიძლება მამაკაცები უფრო იყვნენ და სხვადასხვა ინტერესი საკმაოდ აქვთ ხოლმე მერე უკვე რო გაიგებენ თავიდან ცოტა სკეპტიკურობა არის ხოლმე, მაგრამ მე რო საკუთარ თავზე ინფორმაციის მიღება, მე არ შემხვედრი ადამიანი რო არ აინტერესებს, ფსიქოლოგია რო არ გაინტერესებდეს, გამორიცხულია და მეტნაკლებად თუ დააკვირდები, ყველანი პრაქტიკული ფსიქოლოგები ვართ, გვისწავლია თუ არ გვისწავლია ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ცხოვრებაში რაღაც გაგიკეთებია, რაღაცა კრიზისის წინაშე აღმოჩენილ ხარ და რაღაცნაირად გადალახული გექნება. რაღაც გამოცდილებაც გაქვს და ქალების შემთხვევაში მგონია რომ ცოტა ადრე იწყება ხოლმე ეგ და მეტი სიმამაცე და გამბედაობა აქვთ რომ აი ამ ყველაფერს დაუპირისპირდნენ და არ ელოდო რაღაცას და აი მამაკაცების შემთხვევაში ნახე რა შეიძლება მოხდეს ხო თვალებს ხუჭა უფრო მეტად მორგებული ვარ და 40 წელი აღარ გიშვებს იმის იქით რა ანუ დაგაყენებს რაზეც მანამ თვალები დახუჭა ყველაფერს აგაფარებს წინ და მე ამას რაღაცნაირად გადალახავ ხო ვიღაც წავადა არ ვიცი მოტოსიყიდის იმიტომ რომ მთელი ცხოვრება უნდა და ვიღაც ახალ სასიყვარულო ურთიერთობებს იწყებს იმიტომ რომ შეიძლება ადრე შექმნა ოჯახი და არ ქონია მაგის საშუალება რომ რაღაც შეყვარებული ყოლო და ან სხვა ურთიერთობა ქონა და მოკლედ რაც დააკლდა ამის შევსებას იწყებენ ხოლმე თუმცა ხშირად ეგ შეიძლება მოხდეს არაცნობიერად ხო ანუ მოტოციკლეტის ყიდვა ამ მხოლოდ რაღაცა თმების შეღებვა შეჭრა რაღაც პირსინგის გაკეთება ხო არ არის ტრანსფორმაცია ეს არის რაღაცა პატარის დაკმაყოფილება ანუ რეალურად დღეს თინეიჯერობის ასაკს გავს თუ გაუცნობიერებელია ხო კი
ამიტომ ცნობიერად ამის გაკეთება არის გაცილებით ღირებული, ხო, თვით გამოხატვის, ან არა იმიტომ რომ რაღაცას ამტკიცებ, არამედ ეს არის ერთ-ერთი ფორმა შენი თვით გამოხატვის, მაგრამ კიდე სხვა სამუშაო გაქვს ჩასატარებელი, ეს მარტო არ არის ერთი რაღაცა შევცვალე, ხო, ერთი ელემენტი. თმის შეღება შეიძლება არ იყოს სურვილი, უბრალოდ გონია რომ ეს არის და ამას ცვლიდა. რეალურად მაგის უკან საერთოდ სხვა ცვლილებაზე არის, ანუ საუბარი, ხო? კი, ვინ ვარ და რა მინდა, ამის აღმოჩენა მინდა და იქ ისიც შეიძლება რომ აი ხა ჩვენ თინეიჯერობის თქვით ხო აი თინეიჯერობის ეტაპია მე უნივერსიტეტში რომ მიდიხარ იქ მაგალითად იწყება ასევე ექსპერიმენტების ფაზა არის ხო აი ძალიან ხშირად ჩვენთან პროფესიას უყურებენ ხოლმე რომ ეხლა რომ ვაბარებ უნდა ავირჩიო და მე მთელი ცხოვრება შეიძლება ცოტა შეიცვალა ეს შეცვლილია კი უკვე შეიცვალა და ძალიან კარგი იმიტომ რომ ფიზიკურად 18-დან აი 18-20-28 წელი არის ექსპერიმენტების პროფესიული გამოკვლევის პერიოდი. ხან ერთგან ჩააბარებ, ხან შეიძლება რაღაცა სხვა ნახო, იქ იმუშავებ, აქ იმუშავებ, რომ მოძებნო შენთვის რა არის საინტერესო. სხვადასხვა პირველი პროფესია ხშირად ვამბობ ხოლმე. იურიდიული მაგ დამთავრებული. ხო, ანუ ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ ვინც კი სტუმარი მყავს, მართლა ყველა იურისტია და ეხლა ჩემი მაყურებელს ძალიან გაეცინება, იმიტომ რომ ყველა ესე იწყებს. მე იურისტი ვიყავი, მაგრამ ეხლა გავხდი რას ნუტრიციის კოუჩი ან აი ყველა იურისტია მართლა. და სხვათა შორის პირველი სასამართლო ერთადერთხელ ვარ სასამართლო პროცესზე ნამყოფი, როგორც იურისტი და ნუ ძალიან ისეთი სარჩელი მომამზადე სხვათა შორის ის კარგათაც დამთავრდა ჩვენი მხარის გამარჯვებით, მაგრამ აი იქვე მივხვდი. არ იყო შენი. არ არის ეს ჩემი საქმე, არასწორ ადგილას ვარ და იქ მივხვდი, რომ ეს არ უნდა გავაგრძელო. და ფსიქოლოგიაშიც მოვხვდი პრაქტიკიდან, ხო, ანუ რაღაცა რაც ბუნებრივად საინტერესო იყო ჩემთვის. ნახე რომ თან მომწონს, თან გამომდის კარგად, თან სიამოვნებას მანიჭებს. იფსები, ხო. ხო, ანუ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ამის მოსმენა დაიწყო ერთის მხრივ და უფლება მისცე შენ თავს, რომ მოსულა ამ რაღაცების ცვლილება და 28 წლამდე ძალიან ჯანსაღიც არის, რომ ჯერ ის ნახო, მოკლედ სხვადასხვა გამოცდილებები დააგროვე, იმიტომ რომ 28 წლის მერე მოდის აი ზუსტად ეგ ფაზა, რომ ფესვების გადგმა დაიწყო რაღაცა მიმართულებით, რაღაც პროფესიაში. თუმცა ისევ და ისევე გარგამორიცხავს, რომ მე რაღაც პროფესია 40 და 50 წლის ასაკში შევცვალო, მაგრამ თუ ბუნებრივად მივყვები დინამიკას, რაღაც საჭიროებს პარკინგდები, მოკლედ, აი 30 წლის ასაკში სადღაც დაპარკინგება იწყება ხოლმე. 33 წელს უსვამენ კიდე ხასს არა, ხშირად. ხო, აი ძალიან პირობითია, რა ხა ეს ფაზები ძალიან ბევრი თეორია არის, განვითარებასთან დაკავშირებით და მიყვარს, მაინტერესებს, იმიტომ რომ გარკვეულ ლოგიკას ყველადან ამოიღებ, თუმცა არაფერს არ უნდა შეხედო როგორც დიაგნოზს, ხო, რაღაც ინფორმაცია შეგიძლია რომ ამოიღო. ამიტომ სადღაც შეიძლება დაიწყოს ეს 30 წლის ასაკში, მაგალითად, ჩემ შემთხვევაში დაიწყო სადღაც 27 წლის ასაკში ეს კრიზისი მახსოვს, რომ დავჯექი და რომ ვთქვი, რომ სამსახურიდან წამოვედი ის რამე კონკრეტული გეგმა რას ვაკეთებ, ესე არ მქონდა, მაგრამ ვიცოდი, რომ აი ეს ეტაპი დამთავრდა ჩემი ცხოვრების და რაღაც ახლისთვის ვარ მზად. სხვათა შორის ძალიან მალე მე თავისით დაიწყო რაღაცებმა დალაგება, იმიტომ რომ გარკვეულ გზაზე გავსწორდი, ხო, იმ მიმართულებით, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო. მე ხოლმე რომ მისიაში, როდესაც ხარ ადამიანი, მაგ შემთხვევაში რაღაც თავისით მოდის ყველაფერი და ლაგდება. კი, თუმცა ეს მისიის აღმოჩენა არის მთელი ხელოვნება. ამაზე ვსაუბრობთ პრინციპში, ჩვენ ახლა ესე მთლიანად რო ავიღოთ, არის ეს, ხო? რო რატო ხდება, ანუ პლუს 40-ის მერე თუ კრიზისია სავარაუდოდ, იმიტომ რომ ადამიანი არ არის ამ მისიაში და არ აკეთებს იმ საყვარელ საქმეს და პოტენციალს ვერ ავლენს და თუ არის, უკვე მაგიტო არის ახალი შესაძლებლობები და მგონია რომ წარსულს აღარ უყურებს, პირიქით, ყველაფერი გაიარა, გამოცდილება მიიღო, საკუთარ თავთან ჰარმონიაშია, უფრო უყვარს საკუთარი თავი და ეხა იწყება ცხოვრება, ესე უყურებს, ხო? და თან იცი რა ხდება, რომ ეხა რო გისმენდი გამახსენდა, რომ რაღაცა კუთხით ამ გზას რომ იყვები, თავიდან ძალიან სერიოზულად უყურებთ ყველაფერს რა. და თუნდაც ის რთული გამოცდილებები, ეხლა მე არ მინდა რომ რამე გავაუფასურო, იმიტომ რომ გარკვეული მათ შორის რთულ გამოცდილებებსაც გავდივართ, ხო? ეს შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს. მაგრამ საწყის ეტაპზე ძალიან რთულად აღვიქვავთ რაღაცებს, ძალიან ვასერიოზულებთ, თუნდაც ძალიან ვასერიოზულებთ იმას, რომ ეხლა რაღაც შემეშლება და მე მახსოვს, როგორ ნერვიულობდი ხოლმე რაღაცებზე. შეცდომებზე, რაზეც ეხლა მეცინება. რა თქმა უნდა. პირველ გასაუბრებაზე რო ვიყავი უნივერსიტეტის პერიოდში, ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში იყო და რაღაცა 4 ეტაპი გავიარე, სანამ გასაუბრებამდე მივიდოდი. გასაუბრებაზე 5 ადამიანი მიზის წინ.
და რაღაცებს მეკითხებიან, ამას პასუხობ და მე მითხრეს, რომ ეხლა დაბეჭდეო რა, რაღაც უნდა დამებეჭდა. და რო ამოვიღე ხელები და ხო უყურებ და ისე მიკანკალებს, რომ ვერ დავბეჭდე. და რა ხდებოდა, იცი, ჩემში, რომ ტრაგედია ხდებოდა, რომ ეხლა ეს რო ვერ გავიდე, ჩემზე რამდენი სტრესი მქონდა ჩართული, წარმოიდგინე. რას იფიქრებენ ეხლა ესენი ჩემზე, რაღაცა რო არასწორად უპასუხო, მე კარგი არ, მთელი ამბავი დავიღუპე. ეხლა გასაუბრებაზე ესე მიწევს ხოლმე მაინც ყოფნა, იმიტომ რომ ან პროგრამებს რო ვადგენ ორგანიზაციებისთვის და რაღაცა. არასდროს ჩემი გასაუბრება ეგეთი აღარ არის. ხო, ანუ მაშინ ვიყავი, რომ მე არ ვარ კარგი, ეხლა ეს დიდი ხალხი რაღაცა უნდა შემარჩიონ. რეალურად მე მოდის გააზრება იმის, რომ შენ გარემოს ეძებ, თანასწორად უყურებ, პარტნიორულად უყურებ რაღაცებს. თუ ვიღაცას არ მოწონხარ, მისაღები არის არაფერს თუ შენზე არ ამბობს. ეგ უბრალოდ ნიშნავს, რომ იმ გზაზე არ ემთხვევით ერთმანეთს და მორჩა. თუ ემთხვევით, ხო გააგრძელებთ ერთად. მოკლედ ეს ცოდნა რაღაცნაირად სიბრძნე მოაქვს, ასაკსაც, გადაფასებას, რაღაცების გახსენებას. ხო, ეხლა ეს ყველაფერი, რომ მისიით უნდა ვიცხოვროთ და თვით გამოხატულები რომ ვიყოთ, ეს კოდი ჩაწერილი გვაქვს, ამით დავიბადეთ, მაგრამ მე გვავიწყდება, იმიტომ რომ აი გამოცდილებებს გავდივართ, ესე იფუთება აი ამ იმაში, რო ქვია, სხვადასხვა გამოცდილებებში და მე ერთი რომ მოიძრე, ორი რომ მოიძრე და ნელ-ნელა დაუკავშირდი შენ თავს, ბევრი რაღაც ფასს კარგავს, მნიშვნელობას კარგავს. ძალა გეძლევა რომ მეტად გამოხატული იყოს, სხვებს ნაკლები გავლენა აქვს ჩენზე და ეხა ეს ყველაფერი რო უთხრა პირობითად 14 წლის ადამიანად 13 წლის რომელსაც ეხა ჯერ აინტერესებს არ მოგისმენს. იმიტომ რომ ეს აღმოჩენა თვითონ უნდა გააკეთო ცხოვრებაში და ეს კრიზისები მაგასაც გიშვება რა გზრდი ის იქამდე რომ გაიხსენო რომ ხო აი თურმე არც ისეთი მნიშვნელოვანი ყოფილა ეს რაღაცები და ყველაფერი რეალურად რაღაცას მასწავლის. ანუ იმიტომ კი არ ხდება ეს კრიზისი რომ ხელი შემიშალოს, არამედ რაღაც გამოცდილება მომცეს, რაღაც მასწავლოს და მაგამდე გუზრდის მოკლედ ეს კრიზისები. და აი რა არის ჩვენი პროგრამები, ხო? აი ესე გამიგია რომ რაღაც პროგრამაში ვარ, პროგრამით ცხოვრობ, გამოვედი პროგრამიდან. მოდი ამაზეც ვისაუბროთ, ძალიან საინტერესოა ეს თემა. ეხლა გამეღიმა რაზე იცი რომ ჩემი თავი დავაფიქსირე, იმიტომ რომ ერთ-ერთი ისეთი ის მაქვს რა. ნიშანივით თუ რამეს ეგეც ვიტყვი, რომ ცა პროგრამაში ვარ ესე იგი შესული. ანუ შენც სანამ დაგისვამდი, ანუ კითხვა შენ ამას ეს გაიფიქრე, ხო? ხო, იმიტომ რომ აი დაახლოებით ძალიან ზუსტად დავსვი კითხვა. და თან იცი რა არის, რომ აი დაახლოებით როგორი რაღაც ხდება, რომ ჩვენ გავაცნობიერებთ ხოლმე ამ რაღაცებს, ხო, აი ფსიქოლოგიური პროგრამები გავიგე, ჩემ თავზე ინფორმაცია მივიღე. ჩვენ სისტემაში მათ შორის ის პროგრამებით და ის თავდაცვითი მექანიზმებით ძლიერდება. ხო, ანუ პიროვნული განვითარების პროგრამას რო გადიხარ, შენი გადარჩენის მექანიზმიც გადის ამ პიროვნული განვითარების პროგრამას და რომ დაგიცვას და თან კი არ დაგიცვას. დააპდეიტდეს და დააპდეიტდეს და რა შვება, იცი რომ მოგატყუოს უფრო კარგად უფრო მოქნილი იყოს ამ იმაში რა შენ დაცვაში. ხოლმე რომ ეგეთი ხუმრობა მაქვს თითოეულ ჩვენთაგანს შეგვიძლია PhD დავიცვათ ერთ თემაში. იცი რა თემა არის ეგ? თავის მოტყუება. აი ყველა და დასვი, ყველა ადამიანი რაღაც ასაკამდე მისული და როგორ ატყუებს თავის თავს, ამაზე დაწერს დისერტაციას და რას გულისხმობს. ხო, აი განმარტოთ. რას გულისხმობს? აი შეხედე ახლა შენს ცხოვრებას პირობითად და გადახედე ცხოვრების სფეროებს, აი შეხედე ჯანმრთელობას, კარიერას, ფინანსებს, ურთიერთობას. შენ შინაგან სიმშვიდეს და როგორ ხარ? აი რამდენად კმაყოფილი ხარ პირობითად. ხო, ეხლა ამის ანალიზი რო გააკეთო, ბორბალი რო გააკეთო, ცხოვრების ბალანსი. ხო, ანუ ძალიან ისეთი ცნობილი კოუჩინგური ინსტრუმენტი არის. და შევხედე და რაღაცები მივხვდი რომ არ მომწონს რა, აი ფინანსები არ მუშაობს, აი ეს ურთიერთობები არ მუშაობს, აი კარიერაში არ ვარ კმაყოფილი. მოკლედ რაც არ უნდა იყოს. და რა არის ხა ისტორია რას უყვება? აი რატო არ მუშაობს? რო გითხრა. რო გეკითხო, ხო? და ეხა ვინც გვისმენს ამ პროცესში რომ გამოყვეს. მე შეიძლება მოგიყვა აი რაღაც ისტორია, რატო არ მაქვს ახლა მაგალითად კარგი ურთიერთობები, რატო არ მაქვს ის ფინანსური კარიერაში რატო არ ვარ რეალიზებული. მიზეზები გვაქვს ყველა. მიზეზები. აი ეს არის პირველი, რაც უნდა დავინახოთ, დავიჭიროთ, ანუ ეს ისტორიები, რას უყვები, იმიტომ რომ ყოველთვის როცა ამ ისტორიას უსმენ, დაგავიწყდა რომ შენ ხარ შემოქმედი შენი ცხოვრების და შენი შედეგები აჯერებ შენ ამ ისტორიებით, რომ ეს თან ეს ისტორია ისე
ნამდვილად ჟღერს, რომ აი ხა მაგალითად რატო არ მაქვს ფული? რაღაც ვიდეო მქონდა ჩაწერილი, ძალიან დიდი გამახმაურება მქონდა და ის მქონდა, ანუ ესეთი შეთავაზება მქონდა რა ამ ვიდეოში, რომ თქვენს პრობლემებს ჩამოაყალიბეთ, მოდი კითხვის სახით. თქვათ, რატომ არ მაქვს სიყვარული? ხო, აი რატო არ მაგ აი ფული ხო წუწუნებ, რომ ფული არ მაქვს. ხო, სხვათა შორის მაგ იმაზე იყო ყველაზე მეტი ის რა, მე პირადში წერდნენ. ხო და აი არ მაქვს ფული, ხო? არ მაქვს ფულის მაგურად რატო არ მაქვს ფული? და აიო, კიო, იმას ვქენია, რა ქვია, დავარქვიო კითხვის სახითო. მე ჩამოაყალიბეთ, ანუ შემდეგი ნაბიჯები ჩამოაყალიბე ხა კითხვის სახით. ანუ არ მაქვს ფული, როგორ შევქმნა ფული? არის კითხვის სახით, ხო? და კიო ჩამოვაყალიბეო, მაგრამ ეხაო რაღაცაო, მაინც არ მაქვსო ეს ფულია. მეთქი, აი ხა ამ კითხონ ფული მაინც არ მომიტანა. ამ კითხონ ფული მაინც არ მომიტანა და რაღაცა ის ქონდა კიდე, აღარ მახსოვს, რაღაც საინტერესო მომწერა კიდე რა ამასთან დაკავშირებით და ესეთი ის გაუზიარე და ეხა გავაზიარე, იმიტომ შეიძლება სასარგებლო იყოს სხვებისთვისაც, რომ მეთქი ერთი წუთი დაჯექი თქო და ჩამოწერე ახლა 10 იდეა, როგორ შეიძლება რომ შექმნა მეტი ფული თქო. ოღონდ მნიშვნელოვანია, რომ არ გაფილტრო. ჩვენი გონება ძალიან ხშირად არის პრობლემაზე ორიენტირებული. შესაძლებლობაზე ორიენტაცია უნდა ასწავლო. კითხვის დასმა არის პირველი ნაბიჯი. ანუ ნაცვლად იმისა, რომ ხა რატო არ მაქვს ფული და რა დავაშავე, რომ ფული არ მაქვს, როგორ შევქმნა ფული, უკვე სხვა ფოკუსს აძლევ. იმიტომ რომ იქიდან ის არის რაღაც მსხვერპლის ის არის მსხვერპლის მარცხნივ იყურები და იქით საითაც იყურები, ფული არ გამოჩნდება არასდროს. აი შეიძლება რაღაც ლატარია მოიგო აი ხო ამას ელოდებიან ხოლმე ხო აი რაღაცა სასწაული უნდა მოხდეს ახლა და 80% შემთხვევაში ლატარიასაც რო იგებენ ის ხალხი 1 წლის მერე ისევ იმ მდგომარეობას უბრუნდება რაშიც მანამ იყო ხო იმიტომ რომ არ არის ემოციურად მისი ფსიქიკა მზად რომ ეს დაიტიოს ეს ფინანსური კეთილდღეობა და ხშირი არის ხო და ეს ფული ისეთი თემაა ხოლმე რა რომ გამოკიდებული. რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ მე არ ვარ მზად, რომ დავიტიო ეს კეთილდღეობა და დავიჯერო, რომ ვარ მდიდარი და დავიმსახურე. აი რა შეიძლება იყოს, რა პროგრამები შეიძლება იყოს აქ ვთქვათ. აი პირველი, რაზეც ჩვენ თვითონ, ანუ ჩვენ სივრცეში რაც მომხდარა, მე როგორ გარემოში გავიზარდე. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ფულთან მიმართებაში როგორი დამოკიდებულება იყო და მე თვითონ რამდენად ფინანსურად კეთილდღეობაში გავიზარდე. ამას სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ აქვს გავლენა, თუმცა არ ნიშნავს, ხო არიან ადამიანები. თუმცა პირიქითაც ხდება. პირიქითაც ხდება, იმიტომ რომ ეგეც გადარჩენის მექანიზმი არის, ხო? თუ სიღარიბეში გავიზარდე, შეიძლება ჩემმა სისტემამ გადაწყვეტოს, რომ მე ესეთი არასდროს არ ვიქნები და ძალიან დიდი კეთილდღეობა დააგროვოს. იგივე არ გინდა, ხო? კი, თუმცა ეს ხდება დანაკარგის ხარჯზე. ანუ კი ავაშენე სასახლე, მაგრამ ღამე მშვიდად მაინც არ მძინავს, იმიტომ რომ შიშიდან მოდის. ბედნიერი არ ხარ? ხო, სავსე არ ვარ. და სისავსიდან რო შევქმნა, ნახე როგორი რაღაც ხდება. მე თუ ეს უარყოფითი გამოცდილება მაქვს ერთი. მეორე ფულთან მიმართებაში ცუდი რაღაცეები მესმოდა. ან ისტორიის სისტემაზეც რო გადავიდეთ, ხო? უარყოფითი გამოცდილება არის ჩემს გვარში ფულთან მიმართებით დაისაჯა ვიღაცა ფულის გამო. შეიძლება ძალიან მდიდარი იყო და რა ვიცი, სიკვდილით დაასრულა სიცოცხლე მაგის გამო. ან წაართო ეს ქონება, ხო? აი სისტემურადაც რო შეხედო, წინა თაობების გამოცდილებაც კი გავლენას ახდენს და რა ხდება ხოლმე, ნახე რომ ერთი აირო რწმუნებულება მაქვს, რომელიც ცალსახად ჩარჩოში მსვავს, მაგალითად ფული ცუდი, აი ყველაზე გავრცელებული, ხო? აი ფული ხელის ჭუჭყია, არ ვიცი, ფული ბოროტ ადამიანებს აქვს ბევრი ფული. და მე არ მინდა რომ ბოროტი ვიყო, კეთილი ვიყო. გონებით კი ვიძახი რომ მინდა ბევრი ფული მქონდეს, მაგრამ არა ცნობიერში მაქვს რომ თუ ბევრი ფული მექნება, ბოროტი ვიქნება, არ მინდა. ამიტომ ამას ავირჩევ. პატიოსნებით ვერიშოვი, დი ბევრ ფულს. და მე პატიოსანი მინდა რომ ვიყო კეთილსინდისიერი მინდა. ხო, ამიტომ ესენი წინააღმდეგობაში რომ მოდის ერთმანეთთან, გაიმარჯვებს ხოლმე ეს ქვედა. ანუ პროგრამა. ანუ ეს პროგრამა და კიდე უფრო სიღრმისეული არის სისტემური ფენომენი, რაც გითხარი, ხო? ანუ მე ვემსგავსები, ვერდგულებ ჩემს სისტემას. და იმისა წინააღმდეგო წასვლა ნიშნავს, რომ გამრიყავს, არ მიმიღებს ეს სისტემა. ამიტომ ესეც კი გავლენას ახდენს. ამიტომ თუ გავანებებ იმაზე წუწუნს თავს, რომ ეხა ფული რატო არ მაქვს და რა დავაშავე ღმერთო და ჩავხედავ რა ხდება, რაც ამას ხელს უშლის, უკვე სივრცეს ქმნის
ახალი შესაძლებლობებისთვის. თუმცა სანამ თვითანალის გავაკეთებ, აი კიდე სანამ აქ სიხშირეზე ჩავალ, აი ეს პირველი კითხვები, რომ ეხლა როგორ შევქმნა, უკვე კონკრეტულ შედეგებს მაძლევს, ნახე? ანუ როგორ შევქმნა ფინანსური კეთილდღეობა და ჩამოწერი 10 იდეა. თუნდაც იმ სამსახურში რა სამსახურშიც ხარ, იქ როგორ შეიძლება გაუმჯობესება გააკეთო. ოღონდ არ იფიქრო, გონებას აი ეს კრიტიკოსი, ისევ ხა ნახე დანაკლისებში რო წავიდე. მშობელი ალბათ, ხო? მშობელი კრიტიკოსი რომ აქ ჩართული. ჯოგონ შინაგანი მშობელი. შინაგანი მშობელი. ესეც აი ექსპერტები ვართ ხოლმე, ჩვენ თვითონ ჩავამიწებთ და ჩავაქვესკნელებთ ჩვენს იდეას. აი ვიტყვი ახლა რომ სამსახურში მე რაღაცა იდეა მაქვს, მოდი ამას შევთავაზებ, ან ამას გავაკეთებ და ამით ეგება რაღაცა არა ეხშე ვინ მოგისმენს. ან რა სისულელეებს იძახი. იმიტომ რომ ის იქიდან მოდის სადღაც ეს შინაგანი ხმა და უკვე არ მაძლევს ამ იდეების განვითარების საშუალებას. ამიტომ ცოტა ხანი თუ გადააპარკინგებ ამ შენ შინაგან კრიტიკოს და დაჯდები და დაწერე რა უბრალოდ გაფილტრის გარეშე, აი რა შეიძლება რომ გააკეთო. იქ შეიძლება მიხვდე რაღაც ახალი იდეაც დაგებადოს, ახალი პროექტი უბრალოდ პრობლემა რა არის, იცი რომ არ გვინდა ეს რაღაცების გაკეთება რა, წუწუნი არის უფრო ადვილი. ამის გულწრფელი აღიარება საკუთარ თავთან არის პირველი ნაბიჯი. იმიტომ რომ ნახე, მე რო წუწუნებ და გეუბნები, რომ აი რა ვქნა ეხა რა, აზრი არ აქვს, რა უნდა გავაკეთო. აი ფული რთულია, სამსახური ეს რთულია, ის რთულია. ზივარ, ფეხი ფეხზე გადავიდე და არაფერს არ ვშვები. ოღონდ არ ვამბობ რომ ადვილია. არ ვამბობ. მართლა არის რაღაც გამოწვევები. მაგრამ თუ ამის მაგივრად რომ გამართლებას თუ დაანებებ თავს დაიწყებ, იცი რაზე ზემოქმედებას, რომ ეხლა მე რაზე მაქვს გავლენა, მე რა შემიძლია გავაკეთო, შენ ფსიქიკას მოუწოდებ, რომ ეხლა ადექი ამ შენ სკამიდან, კომფორტულად რო ხარ ჩამჯდარი, გაანძრიე ფეხები და რაღაცები გააკეთე. უბრალოდ ჩვენი თავი რატო გვეწინააღმდეგება და წუწუნ მდგომარეობა რატო ურჩევნია. ფსიქიკას უნდა დაზოგოს ენერგია გადარჩენისთვის. დაგიცვას. ვაიდა რომ საფრთხე დაგემუქრა, ხვალ გაქცევა ხო უნდა შეგეძლოს გეუბნება და არ გინდა ეხა ეს რაღაც ახალი ფიქრები და ბედნიერება და წარმატება და მოდი რა იყავი როგორ მან ხო ცოცხალი ხარ სტრესია და მაგიტო. კი, ანუ ჩვენ არ გვიყვარს სიახლეები, არ გვიყვარს გაურკვევლობა, შეჩვეული მოცემულობა მირჩევნია, რაც არ უნდა არაკომფორტული იყოს. მაგრამ +40 შეიძლება პირიქით ძალიან ბიძგი იყოს, ხო, რომ გადახედავ და უკვე იცხოვრე და ისევ ერთი და იგივე ხდება, შეიძლება მიხვდე, რომ აღარ დაგრჩა იმდენივე. როდემდე შეიძლება და თან უკვე მთელი ახალგაზრდობა ვთქვათ გავიდა და შეიძლება პირიქით ხო იყოს სამისთვის ძალიან სერიოზული. აი ეგ ადამიანები ხო ძალიან განსხვავდებით და ეს აიუსო და ვიღაცას კიდე აქვს შესაძლებლობა რომ დაიტიოს და მოითმინოს, მაგრამ ვიღაც იტყვის რო აღარ მოვითმენ და რატო იტყვის იცი რომ ისევ და ისევ როგორც წესი ამბობენ ხოლმე ისეთი ადამიანები აი რასაც დაუკვირობილ ვარ რაღაც კუთხით რაღაც წარმატება მაინც შექმნა ცხოვრებაში. კი, შეიძლება თვითონ არ უნდა და იმ კარიერა, ის პოზიცია არ უნდა და რა რაღაცის დირექტორი რო არის და რაღაცის მართველი რო არის ან რაღაც თანამდებობა რო უკავია. ვიღაცებს უნდა და შეიძლება და ეხლა ხვდება რომ არ არის რა ეს ჩემი საქმე, რაღაც სხვა მინდა ან ახლის აღმოჩენა მინდა. გარკვეული შედეგი მაინც მაქვს და ეს უფრო მაძლევს ძალას და თუ ისე მოხდა რომ საერთოდ არც ერთ ეტაპზე საკუთარი თავისთვის არ მომისმენია, შეიძლება უფრო გამიჭირდეს ამასაკში. თუმცა ეგრეც ხდება. ეგეთი ადამიანების ყოფილა რომ მთელი ცხოვრება იცხოვრა სხვიში ცხოვრებით და ეხლა მოიკრიბა ძალა და გაბედა და აირჩია თავის ცხოვრება. უბრალოდ ამას ჭირდება ძალიან დიდი გამბედაობა, იმიტომ რომ ფაქტიურად ეს დრაკონები ძალიან მიყვარს რა ვქნა. დრაკონები ზღვაში უნდა გაიარო რა. აი უნდა გადაცურო და აი ხან ერთი გონია რომ მოგაჭამს თავს ხან მეორე და ის უნდა გადაიარო ეს სხვა. უბრალოდ რომ გადაივლი, მე დამშვიდება ყველაფერი რომ მოიხედავ, რისი მეშინო და ამბობ 50 წლის რო ხარ, 60 წლის რო ხარ. ხა ჩემ პროგრამებზე არიან სხვათა შორის 60 პლუსი ადამიანებიც მყავს და როგორები იცი, აი ბევრი არა უბრალოდ რამდენიმე არის ვინც აი გადის ცნობიერი ცხოვრობით ცხოვრობს და აი რაღაცა იმ ფაზაში არის რომ ტკბება, თავის შეცდომებზე ეცინება, ძალიან უყვარს გაზიარება თავისი გამოცდილებით, არ ერიდება თქვას რომ ეხლა მე რაღაცა ახალი გავიგე, იმიტომ რომ თავისუფალი არის, ხო? იმიტომ რომ გადმოხედა, გაიგო ეს სიმამაცე იყო და აღარ აქცევს სხვები რას იფიქრებენ.
და არიან ადამიანები 40 წლის ასაკში ჯერ კიდევ ფიქრობენ, რას იფიქრებენ სხვები ჩემზე. როგორც ჩემი ერთი მეგობარი იტყოდა, რას დაეცებ. არა უშავს, ყველა რაღაცას იფიქრებს. იფიქროს, მაგისთვის ვარსებობ. TikTok-ზე პატარა ვიდეოები და რაო მე რა თქვა ხალხმაო. კი, სხვადასხვა ეს TikTok-ის თემაც საინტერესოა ხოლმე, რომ არიან ბევრი ადამიანი არის, უნდა გააკეთოს რა, აი, უნდა დაიწყოს რაღაცების გაზიარება უნდა. იმიტომ რომ თვით გამოხატვა, თვით გამოხატვა უნდა. ძალა. და თან რა არის, ნახე, ყველას გვაქვს აბსოლუტურად რაღაც რისი გაზიარება შეგიძლია, მაგრამ პირველი ხო ეს მეგობრები გამოჩდებია ხოლმე ეგრეთ წოდებული მეგობრები, რომ შენ რა დაგიწყია, ეხლა იქ სადღაც დაგინახე და როგორ რაღაცა ისე გეუბნება თითქოს რომ დაგაკნინოს. ამ დროს მე თუ არ ვარ ჩემ თავში დარწმუნებული, ძალიან დიდი გავლენა აქვს. აი იმ კარგი მეგობრების შემთხვევაში კარგი მეგობრები ყოჩახ რა მაგარია და რა საინტერესო, როგორი გამოცდილებაა მითხარი, რაღაც მეც ვფიქრობ მსგავსის გაკეთებს, ანუ იმას კი არ დაიწყებს რომ ჩაქუჩი ჩაგარტყას, არამედ ხარს დაგიჭერს, ხო? ამიტომ ეგეც არის ერთ-ერთი, მოკლედ ყველაფერს შეგიძლია შეხედო როგორც ტრენაჟორს, ხო? ანუ ხედავ რაღაცა გაკავებს, ცადე. ხო, შენ ფსიქიკას გონია, რომ ამით საფრთხე გემუქრება ვიღაცას თუ არ მოეწონებით. არ მოკვდები. რა თქმა უნდა. ცოცხალი დარჩები და თან ახალ გამოცდილებას მიიღებ. კი, ყველას ვერც მოეწონები. და მე და შენ ვისაუბრეთ რაღაც განვითარებებზე. ხო გახსოვს, რამდენიმე განვითარების ეტაპიაო და ამაზეც მინდა რომ ვისაუბროთ. როგორ ხდება ეს რაღაც მსხვერპლი მართველი რომ ვისაუბრეთ. ხო, ეს მსხვერპლი მართველი არის ისეთი და აი ასაკთან როგორ შეიძლება პლუს 40-თან ეს დავაკავშიროთ, თქვათ. ეს გაყოფა, ეხა ისე თეორიებში არის ძალიან ბევრი ეს ეტაპები, ხო, რასაც გავდივართ და ეს ფაზები აი რაღაცა კუთხით შემცირებული ვერსია ამ სხვადასხვა კონცეფციებს, რაღაც უნიკალური ჩემი მიგნება არ არის, მოკლედ, მაგრამ ჩემთვის მარტივად და კარგად გადმოსცემს აი ამ ეტაპებს და ხო, ჩემთვისაც კარგად იყო, მოკლედ, აღსაქმელი. ხო, თან შენს სოფლმხედველობას, აი როგორ აღიქვავს სამყარო, შენ შინაგან სისტემას და როგორი შედეგები გაქვს ასევე ცხოვრებაში, მაგაზე ახდენს ძალიან ეს დიდ გავლენას, ხო? და პირველი ეგეთი ცნობიერება, პირველი საფეხური არის ეგრეთ წოდებული მსხვერპლის ცნობიერება და საფეხური. რას ნიშნავს, რომ ამ მდგომარეობაში ცხოვრება მემართება, მე არ მაქვს განცდა, რომ რაღაც შემიძლია რომ გავაკეთო. და როგორც წესი, გარე ფაქტორებზე ვარ ძალიან დამოკიდებული, კონფორმიზმი მაღალი არის, ხო, ანუ მოვერგო სხვებს, რა მოლოდინები აქვთ გავამართლო, სხვადასხვა როლებს ვცდილობ რომ ვითამაშო, კარგი შვილი ვიყო, კარგი თანამშრომელი, მეუღლე, ბებია და ასე შემდეგ, ხო, რაც ვიზრდებით და ვითარდებით, ეს როლები არ იცვლება არასდროს. თუ რაღაც მომინდა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ის გამომივა. მგონია, რომ რაღაცები უნდა დავიმსახურო და ასე შემდეგ და ძალიან ხშირად რაღაცების უფლებას არ ვაძლევ ჩემ თავს, ხო? აი არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული ამ ჩემს ძალებში და ამ ეტაპზე უფრო მეტად შიშები გვმართავს ხოლმე. რისი მეშინა და ძალიან ბევრი რაღაცების გვეშინია ადამიანებს. ერთი არის რომ მინდა უსაფრთხოდ ვიყო, მაგრამ ასევე მეშინია რომ დავიმსახურო სიყვარული. მეშინია იმის რომ ვიყო საკმარისი და თუ არ ვიქნები საკმარისი, მოკლედ ეს ძალიან დიდ საფრთხეს მიქმნის და ჩემს ცხოვრებას უფრო ეს შიშები მართავს. მე რაღაც ეტაპზე ვიღლებით ამ ყველაფრით რა, კარგ შემთხვევაში ვიღლებით, აი სხვათა შორის ეს ინიციაცია პირველი კარგ ვარიანტში უნდა მოხდეს სკოლას რო დაამთავრებ, აი სადღაც უნივერსიტეტში რო გადიხარ, ხო, იმიტომ რომ ზრდასრულთა წევრი ხდები, იმით რომ რაღაცების გაბედვას იწყებ. აი აირჩევ უნივერსიტეტში საჩააბარე, მაგრამ აქაც თუ ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს ჩემს მაგივრად, არ დავფიქრდი კარგად, იმაზე არ არის სწორი არჩევანი გავაკეთო, უბრალოდ ჩემი პასუხისმგებლობით თუ არ გადავდგი ნაბიჯი, ისევ შეიძლება მსხვერპლის ცნობიერებაში დავრჩე და ეს გარღვევა არ გავაკეთო. და შემდეგი ნაბიჯი, როცა ამოვწურავთ ხოლმე ამ მსხვერპლს, მაგრამ კარგ შემთხვევაში თუ ამოვწურავთ და ცუდ შემთხვევაში შეიძლება მთელი ცხოვრება ისე ვიცხოვრო, რომ მსხვერპლში დავრჩე მაინც და არაფერი ჩემზე არ იყოს ამოკიდებული. გარღვევას როცა ვაკეთებთ, გადავდივართ მართველში. მართველი არის უკვე ცნობიერება, როცა შენ იწყებ მიზნების დასახვას. აი კოუჩინგი ამ ეტაპზე მუშაობს ძალიან კარგად, ხო? ანუ მიზნებს ისახავ, ნაბიჯებს დგავ, ხვდები, რომ რაღაცები შეგიძლია, თუ გინდა კარიერა,
იტყვი, რა მიმართულებით გინდა გამიმთავრება, გეგმას დასახავ, ნაბიჯებს გადადგავ, გარემოს ვცდილობ, რომ შეიცვალო, ისეთი ადამიანები გაიცნო, ვინც დაგეხმარებიან, რაღაც მოძრაობებს იწყებ უკვე, ხო, იმიტომ რომ დაისახე, იცი რა გინდა, აღიარე ისიც, რომ ეხლა აღარ მოგწონს, აი მსხვერპლიდან რატო გამოდიხარ, რომ აღიარე, რომ ეხლა ეს აღარ მომწონს რა, ეს ჩემი ცხოვრება, ჩემი და პასუხისმგებლობა. სხვებს აღარ აბრალებ თან. არავის აღარ ვაბრალებ. აი დავანებე, დავაბრალო ჩემს უფროს, ჩემს დაქვემდებარებულს, ჩემს მშობლებს, ყველაზე დიდი დაბრალება, რაზეც უნდა გაუშვა, არის მშობლების, ხო? მოკლედ ეს დავანებე ყველაფერს თავი, ვთქვი, რომ რაც იყო, ეხლა ხო ჩემი პასუხისმგებლობა, ჩემი ცხოვრება, მოდი მივხედავ, ეხლა მე როგორც მაინც მგონია, ვერცვლი თან რაც იყო. პირიქით, შეგიძლია რომ რაღაც გამოცდილება აიღო იქიდან, ხო? თან იმასაც ვერცვლი და თან აღმოაჩენ, რომ ვერც შემშობლებს ვერცვლი, ვერც გარემოს და ვერაფერს ვერცვლი შენ თავის გარდა. და ამ მომწიფებამდე მიდიხარ, მოკლედ რა, მართველში. და დგები, იძახი, რომ კარგი ეს არის, ჩემი ცხოვრება, მოდი, აბა რა მინდა ამისანაცვლოდ. ჯამრთელად მინდა, რომ გამოვიყურებ, მოდი ვარჯიშს დავიწყებ. კარიერა მინდა, მოდი აქ ვისწავლი, მოდი იმას განმოვიდე, ფული ამდენი მინდა, მოდი, აბა როგორ შევქმნა და მოქმედებას იწყებ, მოკლედ, ეს ეფექტურობის ფაზა არის ჩვენს ცხოვრებაში. და როგორც წესი წარმატების შექმნასაც იწყებ, როცა მართველში გადადიხარ, ხელშესახებ შედეგებსაც ქმნი, გარედან კარგათაც გამოიყურები და შენი საზღვრების დაცვა იცი რა, ანუ არ შემოუშვებ არავის შენ სივრცეში, შენც ცდილობ, რომ სხვების საზღვრები არ დაარღვიო და მოკლედ ეს ჯანსაღ მდგომარეობაში მოკყავ შენი ცხოვრების დალაგებას იწყებ. რაღაც ეტაპზე მართველიც ამოიწურება ხოლმე, იმიტომ რომ ხვდები, რომ მარტო შენ არ ხარ. ეს ცხოვრება მარტო წარმატების შექმნაზე არ არის და რაღაცა უფრო მეძე არის. და ის შემდეგი გარღვევა არის ზუსტად მაგაზე, რომ უფრო სიღრმისეულად დაიწყო საკუთარი თავის შეცნობა და რეალობის შეცნობა და მაგას შემოქმედს ვეძახი, იმიტომ რომ შემოქმედ ბუნებას უკავშირებ, ბუნებით ყველანი ვართ შემოქმედები და ამასთან დაკავშირებას იწყებ. აი მართველის ეტაპზე მაგალითად, თუ არის ისე, რომ მე კარგი ვარ, ისინი ცუდი არიან, ჩვენ ესეთები ვართ, ისინი ისეთები არიან და ეს მკვეთრი საზღვრები გაქვს და შენ სივრცეში ვიღაცა თუ შემოვა და რაღაც ისეც გააკეთებს, რომელიც არ მოგეწონება და ესე ადვილად გაწევ იმ ადამიანს, ხო? აქ უკვე დაფიქრებას იწყებ ისეთ რაღაცაზე, რომ ეხლა ეს ადამიანი რატო შემოდის? ეს კონკრეტული ურთიერთობა რატო შემოვიდა ჩემს სივრცეში? მიზეზებს ეძებ უკვე. ხო, მიზეზებს ხო. ცალსახად კი არ დაასრულებ, არამედ გაკვეთილის აღებას რატო იწყებ მოვიდა ეს აქედან, ადამიანი ჩემ ცხოვრებაში, ხო, ხო. რატო მოვიდა? ცუდი კი არ არის ის მაინც და მაინც, არამედ შეიძლება რაღაცას მასწავლის. თლიანობაში მოდიხარ სიღრმისეულად საკუთარ თავთან. იქ შეიძლება გადახვიდე კიდე უფრო უკან შენ სისტემებში. ნაკლებად ხარ თან შეფასებაში უკვე, ხო? ნაკლებად ხარ განსჯაში და შეფასებაში და იწყებ სხვა ადამიანებშიც შემოქმედის შეცნობას, ხო? ანუ რო უყურებ ახლა და ის რაღაცა სისულელეს რო იძახის, სისულელე კი არ გესმის, თუმცა ამ სისულელესაც არ იყურებ, იმიტომ რომ შეიძლება ახლა მართლა სისულელეს ლაპარაკობს ვიღაც, ხო? მაგრამ გააქვს უნარი რომ მასში შემოქმედი შეიცნო, იმიტომ რომ შენ თავში გაქვს ნაგრძნობი და ეს სიღრმისეული კავშირის განცდა მოგდის და როგორც წესი ამ ეტაპზე მოდის სიმშვიდე, ამ ეტაპზე მოდის სიუხვე, რაღაცების შექმნას იწყებ, იმიტომ კი არა რომ მაინც და მაინც ფული დააგენერირო, არამედ სარგებელს ქმნი. ხო, ანუ მისიასთან კავშირი მოდის ამ ეტაპზე და ამას ქმნი როგორ ხო, რომ აი მე რა სარგებელი შემიძლია რომ მოვიტანო. სხვებს რა სარგებელი შემიძლია ხო, სხვებს. მოვიტანო, ხო. მართველმა ეგ შეიძლება გააკეთოს, აი ეგოდან გამომდინარე, თუმცა მაგაში ცუდი არაფერი არ არის, ხო? ანუ იმიტომ გააკეთოს, რომ აღიარება მიიღოს, ეტაპი არის, რაც უნდა გაიარო, აუცილებლად, იმიტომ რომ შემოქმედში მოხვდე. გადახტომით მე ესე მჯერა და ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვისაც ესე ჯერათ, იმ მკვლევარებს და იმ ავტორებს, მოკლედ რომელიც ამ აზრს ავითარებენ და არ მაქვს პრეტენზია რომ ეს ჭეშმარიტებაა, მაგრამ გადახტომით არ ხდება. ანუ მსხვერპლიდან შემოქმედში. მსხვერპლიდან შემოქმედში არ ხდება. და ძალიან ხშირად სხვათა შორის განვითარების პროგრამების ერთ-ერთი დანაკლისი მგონია რომ ეგ არის ზუსტად რომ აი მე უცებ მსხვერპლიდან თუ მოვხვდი რაღაცა ისეთ, არ ვიცი, სემინარზე, სადაც აი ჩავედი სიღრმისეულად რაღაცებს ჩავხედე. ეს სულიერი ხაფანგებიც მან ჩემოდის ხოლმე და რეალურად სამუშაო არ ჩავატარე და ეს სამუშაო არის მართველში ჩასატარებელი სამუშაო. და რა არის სამუშაო, ხო? შედეგების შექმნა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. და არ არის ეგ არ ნიშნავს მაინც და მაინც კარიერაში წარმატებას. დაალაგო ურთიერთობები.
დაალაგო ოჯახთან კავშირები, ფინანსები, კარიერა შეხედო, სხეულს მიხედო, შენ ჯანმრთელობას მიხედო და პირდაპირ შემოქმედი, რო გინდა შემოქმედი კარგად ჟღერს რაშია საქმე ნახე, ანუ იქ არის საკუთარ თავთან კონტაქტი, აი ამის ახსნა, ყველაფერს სახელს უძებნი, სამყაროს ახლებურად აღმოაჩენ თითქოს. ამას შეიძლება პასიური გაგხადოს სადღაც და მოქმედებაში თუ არ ხარ, ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი აზრი არის, რომ იყო მოქმედებაში ასევე. მარტო ცვლილებები მიიღო, არა? ცვლილებები მიიღო და რაღაც გამოცდილება მიიღო. ანუ აქ იმიტომ ხარ, რაღაცა გამოცდილება უნდა მიიღო, ხო? ჩვენ ვართ სულიერი არსებები ფიზიკურ სხეულში. ამიტომ სულიერებასთან კავშირის გაძლიერებასთან ერთად არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ფიზიკურ სხეულში ხარ და ფიზიკურ სხეულს ჭირდება თავისი ყურადღება და თავისი გათვალისწინება, ხო, მათ შორის კომფორტი, სხეულზე ზრუნვა ჭირდება, გარკვეული შედეგების შექმნა ჭირდება ფიზიკურობაში და ასე შემდეგ. და თუ ამას გადახტომით აკეთებ, მერე მოდის ხოლმე ძალიან ბევრი ხაფანგი, შეიძლება მოვიდეს შემოქმედის ეტაპზე, მათ შორის სხვადასხვა ხაფანგები. რა ხაფანგები შეიძლება იყოს? რა ხაფანგები და აი ეს მაგალითად რომ გადავწყვიტე ახლა რომ მე ყველაზე ჭკვიანი ვარ, რაღაცები გავაცნობიერე და გადმოგხედი აქ ზემოდან სადღაც პედესტალზე დავჯექი. და აი მე როგორი ცნობიერი ადამიანი ვარ და შე როგორ რაღაცებს ვერ ხვდები. მიხვდი ანუ ხშირად ხდება ეგ. შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ ამ დროს რა ხდება, შენში ვეღარ ვხედავ შემოქმედს და ჩემთანაც დავკარგე კავშირი, როგორც კი ზემოდან გადავხედე ვიღაცას. რაღაც ამპარტავნებაში რო გადადიხარ, ხო? და აქ ეს დახვეწილი ხდება, იმიტომ რომ უფრო სახელის დარქმევა შეგიძლია რაღაცეებისთვის, რაღაცა ლამაზი ფრაზებით შეგიძლია ლაპარაკი, მაგრამ თავის მოტყუების, აი PhD-ს დისერტაციას ახალი ლეველი ემატება. ამიტომ ყველა შეიძლება ჩადგეს მაგ მდგომარეობაში, მე შეიძლება ხანდახან ჩავთვალო რაღაცა ვიღაცაზე უკეთ ვიცი, მაგრამ იქვე ვახსენებ ხოლმე ჩემთავს, რომ ეხლა აბა კარგად დაფიქრდი. ხო, დამიწდე. და ეს დამიწება არის სამუშაო, რაც ჩასატარებელი გაქვს, ხო, იმიტომ რომ კი რა ვიცი, ბოლოს ყველანი იმ ერთიანობის ნაწილები გავხდებით ისევ, საიდანაც მოვედით, მაგრამ აქ რომ მოხვედი, იმიტომაც მოხვედი, რომ ჯერ განცალკევებული გზაც უნდა გაიარო, ეს გამოცდილებები უნდა მიიღო და მოგეთ ეს გადახტომა ხშირად ამ ნაპრალს აჩენს ხოლმე, ამიტომ სამუშაო შეასრულო, უნდა შენს თავზე შეხედო, ცხოვრება უნდა დაალაგო და ხშირად ეგეც ხდება ხოლმე, სხვათა შორის იმპულსი მაქვს მე, რომ სხვების ცხოვრების დაალაგება დავიწყო. აი გადახტომის ერთ-ერთი ნიშანი ეგეც არის და რომ გადამრჩენელში რო გადადიხარ. გადამრჩენელში გადავდივარ. ანუ ყველას დავალაგებ ნებართვის გარეშე ადამიანს რო უყურებ და უკვე რო იცი ამას რა პრობლემაა. კი და თან ფსიქოლოგიურად აგიხსნე, დიაგნოზსაც დაგისვავ, სულიერადაც აგიხსნი ამ ყველაფერს, რომ ხა შენ სურვილი გაქვს, რომ ის ადამიანი დაალაგო და რეალურად ჯერ შენი თავი გაქვს დასალაგებელი. კი და აი ამ კამერის შემოტრიალება არის ყველაზე რთული. კი, არ მოგინდება რომ სხვა დაალაგო, მაგაში ენერგიის ხარჯვა არ მოგინდება, თუ დახმარება არ გთხოვეს, ხო სწორია. კი, ეგეც არის, მაგრამ თან იცი რა არის მნიშვნელოვანი, რაც უნდა გავიაზროთ და თავის დროზე, ანუ ეგ არის ერთ-ერთი მწარე სიმართლე, მე რასაც ვეუბნები ხოლმე ყოველთვის და ვახსენებ ჩემ თავს, რომ აი აქეთ თუ შეტრიალდა კამერა და ის რაღაცა ვერ შვება, რაღაცას, ხო? პარტნიორი, მშობელი, ოჯახის წევრი არის პირველი ეტაპი აი ამ ყველაფრის პროექციის როგორც წესი, იმიტომ რომ ისინი გინდა რომ შეცვალო. შენი ყველაზე ახლობელი ადამიანები გინდა იყვნენ რაღაცნაირები. ამის მაგივრად თუ შემოატრიალებ კამერას და აქეთ საკუთარ თავს ჩახედავ, აღე ისევ უნდა მოვიდე წინააღმდეგობაში ჩემ თავთან, ხო? ანუ იმ ნაწილში რომ უნდა ავდგე და სამუშაო უნდა ჩავატარო და არა ეხლა მე დავჯდები, ვიმედიტირებ და იქ რაღაცა ცოტა გავსხივე, უფრო ადვილია, მიხდი? ვიდრე ეს, რომ ჩახედო, რაღაცები გააცნობიერო, გაუშვა. აი ამ ხაფანგში ვარდებით ხოლმე მოკლედ კავშირშია რა, ეხლა დავფიქრდი, ანუ სხვაზე რო ხარ კონცენტრირებული და ფოკუსირებული, რაც გონია რომ გამოსასწორებელია რომ მოატრიალო ეს კამერა, რეალურად შენ გრეზონირებს, იმიტომ რომ შენში არის ეს ყველაფერი, ხო? კი, ზუსტად და პროფესიულად მაქვს კიდე ეგ კამერა, მაგალითად გასწორებული, იმიტომ რომ ისეთ პროფესიაში ვარ და ვართ, რომ უფრო კიდე სხვა ეტაპზე შემოდის ხოლმე ეს ხო და სხვა გამოწვევებზე და რა კუთხით ნახე, მე შეიძლება გადავწყვიტო და მომინდეს აი ის პრობლემა რაც ჩემთან არის სხვებს დავეხმარო იმის დაალაგებაში. ხშირად ხდება. ამ დროს შენს გეხმარები პრინციპში, მაგრამ პირველ რიგში ვეხმარები ჩემ თავს. მაგრამ იმ სარგებელს ბოლომდე
ესე მჯერა მე, რომ ვერ გემსახურები, ვერ გეხმარები ბოლომდე, სანამ სანამ მე შენ- ჩემ თავში არ მაქვს დალაგებული. ხო, ანუ მე თუ შენ გეუბნები ფინანსები როგორ შექმნა და კეთილდღეობა და მე ჯერ ამ პრობლემაში ვარ. თავის მოტყუებაში ვარ, მეც უნდა მესმოდეს. ურთიერთობის დალაგებაში რო გეხმარები, იმიტომ რომ ხა უფრო ადვილია რა, მე შენ არეული ურთიერთობა გაქვს. მე თვითონ არეული ურთიერთობა მაქვს და შენ დაგალაგებინო, ანუ iluzიაში ვარ ეხლა რომ მე ჩემ თავში რაღაცას ხშირად არის ვალაგებ. ბავშვთა ფსიქოლოგები, მშობლებს აძლევენ ბავშვებს რჩევას და თვითონ ძალიან არეული ურთიერთობა აქვს ჩვილებთან. კი, თუმცა ნახე, აქაც ცალსახად მიჯნა შეიძლება რომ გავავლოთ, მაგრამ ჩემთვის ეგ არის ხოლმე პირველი ნიშანი, რომ რაღაცა თავის მოტყუებაში ხო არ ვარ. ან თუ ეს თემა დასამუშავებელი ვარ, მოდი რა მე ჯერ მე ჩემ თავს მივხედავ და დავამუშავებ. მე სხვას გაუზიარებ. მე სხვას გაუზიარებ. პირიქითაც ხდება ხოლმე, არიან ადამიანები, უბრალოდ მე მგონია, რომ ეს მეთოდი მუშაობს უფრო, ხო? ანუ იმიტომ რომ მიხედე, დაალაგე, ისწავლე, შინაგანად გაფართოვდი, გაფართოებას ვეძახი მაგას, როცა ის პრობლემა გადალახე. შენს გაცილებით ეფექტურად ჩერდები აი იმ მდგომარეობაში, რომ ის საკითხი ბრუნავს, ხო? არასდროს ერთ ხაზზე არ არის, ხო? ურთიერთობა დაალაგე, მე რაღაც ახალი გამოწვევა არის. მოკლედ ჩახედე, იმიტომ რომ ეგ არის უფრო რთული, რომ საკუთარ თავში ჩახედო და ამ ცდუნებას, რომ სხვები დაალაგო და სხვების ცხოვრებაში გადახვი და იქნებიან ეს შენი ოჯახის წევრები თუ სხვა ადამიანები, ვისთან შეხება გაქვს. აი ეს ეთიკურობა, მოკლედ მან შემოდის ხოლმე ძალიან დიდი დოზით ჩემთვის. და ასევე კარგი კრიტერიუმია, რომ შენ თავს შემოწმება გაუკეთო. რომ გაქვს უკვე იცი, რომ ამით უნდა იხელმძღვანელო, რომ ჯერ შენ საკუთარ თავში უნდა ჩაიხედო. კი, იმიტომ რომ მე მაინც ესეც მჯერა, რომ მხოლოდ სავსე ჭურჭელს შეუძლია რომ გაზიარდეს. ხო, მე თუ დანაკლისი მაქვს და იქ სადღაც წყალი გადის ჩემი ჭიქიდან და შენ ვცდილობ რომ რაღაცა გადმოგისხა, უკან მოლოდინი მაქვს, რომ ანტაში უნდა დამიკრა, ან მე შენი შექება ძალიან სიამოვნებს, ხო, რომ მეუბნები, როგორც კრიტიკა გვწყინს ხოლმე, ისე შექება ძალიან გვსიამოვნებს. ორივე კრიტერიუმი არის რაღაცის, ხო, დანაკლისს მაჩვენებს. იმიტომ რომ ცალსახად როცა საკუთარ თავთან კავშირი გაქვს, განა არაფასებ და ყოველთვის ძალიან ვაფასებ, როცა რაღაცა დადებიც მეუბნებენ, მაგრამ ცვლილებას ვხედავ, ანუ თავიდან ძალიან აღფრთოვანება მქონდა ამ ყველაფრით, ეხლა ვიღებ მადლიერებით, არის სხვაობა. იგივენაირად კრიტიკას ვისმენ 50%-ს, რომ ეგ რაღაცას მართალს ამბობს. ხშირ შემთხვევაში და როგორ არის, იცი რომ ეს 50-50-ზე პრინციპი მაქვს, მანა ძალიან მუშაობს რა. ის 50 რაღაცას ჩემზეც მანახებს აუცილებლად, ძალიან დიდ რაღაცას მაჩვენებს ასევე იმ ადამიანზე, ხო? იმიტომ რომ კარგსაც ცუცაც ხედავ შესაბამისად. ხო და ბოლო არის ოსტატი. შემოქმედის მერე. ანუ შემოქმედში რო ხარ ეს აღადგინე საკუთარ თავთან კონტაქტი, მიხვდი რომ შეგიძლია რეალობა შექმნა. ხო, აი რაღაცას რო დაისახავ და ეს რო სიღრმისეული არის, შენს მისიასთან რო არის დაკავშირებული, ძალიან ადვილად გამოგდის რაღაცები. მაგრამ ესეც აღარ არის საკმარისი, ანუ შემდეგი გაფართოება არის, ეს ოსტატის გაფართოება და სხვადასხვა თეორიაში აი ტრანსცენდენტულ მდგომარეობას ეძახიან ამას, ხო, ეგოს ტრანსცენდენტულობას, წყაროსთან კავშირს, ანუ მიღმიერობას, ხო, ეგოსგან გასვლას, ხო, ანუ როცა და რა ხდება ამ დროს, რეალურად უკავშირდები ყველაფერს შენს ირგვლივ. გაქვს ერთიანობის და მთლიანობის განცდა. ანუ შენ ცალკე აღებული, შენ კი ახარ მე აღარ ვარ, არამედ ყველაფერი ხარ. არაფერი ხარ თან. კი. ეგ ორი საინტერესო ის არის. არაფერი უნდა იყოს, რომ ყველაფერი გახდე და პირიქით. ეგ ხდება იმის ხარჯზე, რომ ეს ეგოს საჭიროებები დაკმაყოფილებული გაქვს, გაცნობიერებული გაქვს, მიხვდი, რომ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გაუშვი და გაიხსენე და უკავშირდი შენ ნამდვილ თავს და შესაბამისად მთელ სამყაროს. ეს მდგომარეობა პროცენტებით არის რა, ეხლა ეგოს კვლევა რო ჩატარდა, თავის დროზე ჰარვარდში ჩატარდა, სადღაც 1-3% იყო მაშინ რო დაადგინე. საქართველოში არ ჩატარებულა მსგავსი კვლევა და ეხლა რო გავაკეთოთ, შეიძლება მსოფლიოშიც სხვანაირი შედეგი იყოს, იმიტომ რომ ცნობიერება ძალიან იზრდება და იცვლება. მაგრამ აი ეს არის ძალიან მცირე პროცენტი, როგორც წესი ადამიანების, ვინც ამ ცნობიერებამდე ადის, ოსტატის ცნობიერებამდე და
შინაგანი მდგომარეობაც დამოკიდებულებაც სხვანაირი აქვს, ხო? ესენი ვინ არიან ძირითადად? აი შეიძლება იყოს სულიერი რაღაცა პირი ადამიანი მაგალითად, ხო? შეიძლება სადღაც თავისთვის ცალკე არის, არ ვიცი და უბრალოდ ლოცულობს ადამიანებზე და კაცობრიობაზე, ხო? მისთვის აღარ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებასთან თუნდაც ესეთი კომუნიკაცია. ეგ შეიძლება უფრო შემოქმედის ეტაპზე იყოს, მაინც აქტუალური. იმიტომ რომ ენერგეტიკულადაც ისეთი ხშირეზე არის, უბრალოდ მისი ყოფნითაც ძლიერდება მთელი ველი რა, იმხელა გავლენა აქვს, ხო? და ხო არის სხვათა შორის აი ამ საფეხურებზე რაც უფრო მეტად გადავდივარ და შინაგანად ფართოვდებით, შეგიძლია იგრძნო ესეთი ადამიანი, სიამოვნებს ვიღაცასთან ერთად ყოფნა, იმიტომ რომ აი ამ სიმშვიდეშია საკუთართან, ხო, თვითკმარი არის, გამოხატული არის და ოსტატი არის უბრალოდ ამის კიდე რაღაცა მაღალი გამოხატულება და თან ეს მდგომარეობა ცოტა რთულიც არის იმ ნაწილში, რომ ხა წარმოიდგინე ის პრობლემები, რაც ხდება, სხვა სიხშირით განიცდება, ხო, შენს სხვანაირად გტკივა კიდე. თუმცა ასევე იმასაც აცნობიერებ, რომ ეს ყველაფერი რაღაცა ის არის, ხო, ანუ ამ კანონზომიერება არის. იღებ როგორიც არის. იღებ როგორიც არის. აღარ იბრძვი ალბათ. ხო, აი მიმღებლობა გაქვს ძალიან დიდი და ეს კავშირის განცდა. და ეს ფაზები და ეს ეტაპები და ეს შინაგანი გაფართოება რაღაცა კუთხით მგონია რომ თან წლებთან არის დაკავშირებული და ეხლა 40-თან რო დავაკავშიროთ აი შემოქმედი აქტიურდება ანუ აი ოსტატი ეხლა 40-ის მგონია რომ ცოტა ადრე არის მაინც უფრო აი 60 პლუსი არის ალბათ და ისიც თან ყოველას ხვედრი არ არის ეს ხო ეს არის რაღაცა ცნობიერი არჩევანი ალბათ რაც უნდა გაკეთო და რაღაცების გან უნდა გათავისო ანუ ოსტატის მდგომარეობაში რომ შეხვიდე რეალურად რა არის უნდა მოიშორო ძალიან ბევრი რაღაც ეხლა ეს მოშორება არ არის ადვილი ამბავი ხო ეს ამისგან გათავისუფლება და არც არის ამოცანა თქვა სულიერ სწავლებებში კი ვამბობთ ხოლმე რომ ეგ არის მიზანი მაგრამ ყველას თავის განვითარება აქვს ყველას თავისი გზა აქვს ხო ვიღაც ამ გზას გადის ისე რომ არ ვიცი სხვადასხვა მოკლედ ეტაპებით და გზებით გავდივართ თავარი არის რომ გარკვეული გამოცდილება მივიღოთ და ვისწავლოთ აი ამ გამოცდილებიდან. და პლუს 40 უფრო შემოქმედი აქტიურობა. როდესაც ალბათ თვლი რომ ცხოვრება იწყება რაც თქვით ხო ორი ტიპი არის ვთქვათ და ალბათ უფრო ესეთი ადამიანებისთვის არის შემოქმედი. კი, ამ ეტაპიდან იწყებს გააქტიურებას თუ წინა ფაზები და ანუ სისავსით მაქვს გავლილი, ან თუ გარკვეული დანაკლისებით არის, მაინც შეიძლება რომ ამოავსო, მაგრამ თუ ხვდები რომ რაღაც დანაკლისებით არის კარგი საშუალება რომ მართველით დაიწყო მათ შორის ხო ანუ რას ნიშნავს მართველით რომ ეხლა დაიწყო რაღაცა ექსპერიმენტების ჩატარება რაღაცა პატარა გამარჯვებების შექმნა ხო არ არის აუცილებელი რომ თუ რაღაცის გაკეთება გინდა ეგრევე ერთიანად გააკეთო ხო არ შენი კომპანიის შექმნა თუ გინდა პირობითად რაღაცა პატარა ნაბიჯი გადადგი ამ მიმართულებით რაღაცა გატესტე რაღაცა შეამოწმე რომ გამარჯვებები შეუქმნა შენს თავს რომ ეს ძალა დააგენერირო რომ მე ადვილად გადახვიდე შემოქმედში ანუ გადახტომა მაინც ისეთი არის რა მნიშვნელოვანია რომ არ გადაახტე იმიტომ რომ იქ თუ მიხვალ შეიძლება ადვილად ჩამოვარდე კრიზისები გვაგდებს ხოლმე დაბლა მსხვერპლში რა თუ მართველი არ მაქვს გავლილი კრიზისი რომ დამემართა გამოწურთნილი თუ არ ყავს შენი თავი ხო როგორც მივხვდი თუ გამოწურთნილი არ ვარ თუ ეს შინაგანი ენერგია არ მაქვს დაგენერირებული რაღაცა პრობლემა მოხდა ერთხელ არ გამომივიდა რაღაც და შეიძლება მსხვერპლში გადავიდე ანუ რომ მე არაფერი არ გამომდის აი ხო ვამბობდი აზრი არ აქვს ხო და ადვილად გაიზრდება ის რაღაც და ეს ეტაპი რო აშენებული მაქვს უკვე იქიდან აქ ჩამოვარდები ჯერ და ხვდები რომ ეს არაფერი არ არის გაკვეთილს მივიღებ იმიტომ რომ ამ რწმენებისგან აქ გათავისუფლებული ვარ იცი რა გამახსენდა ეხლა ერთი ადამიანი მიყვებოდა რომ ანუ რეალურად ეხლა მართველი იყო რომ ვაკავშირებ და ყველაფერი რო შექმნილია ყველაფერის მიღწეული აქვს მაგრამ ეტყობა ამ კრიზისში იყო რომ ვერ გადადიოდა შემოქმედში იმიტომ რომ უკვე ყველაფერი რომ მობეზრებული გაქვს ყველა სფერო რო დაკმაყოფილებული გაქვს, ეტყობა რაღაც სულიერ შიმშილთან იყო კავშირში და ძალიან ბევრს ვჭამო მიხსნიდა. მე ხშირად მესაუბრებიან ხოლმე ესეთ თემებზე მიზიარებენ და ხო ანუ ეტყობა ისეთ სიცარიელეში იყო
რომ უკვე მე არ ვიცოდი ხა კონკრეტულად ეს განმარტებები, მაგრამ მე ვუთხარი, რომ სავარაუდოდ უკვე რაღაც გინდა, რომ სხვებისთვის გააკეთო, თქო და სხვისთვის გააზიარო. ეგ მოგცემს ენერგიას, თქო და ეთყობა ეს იყო, იმიტომ რომ ეს მაინც ჩემი პოდკასტიც არის ამ ყვებაზე, მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ხშირ შემთხვევაში არის ესეც, რომ ადამიანი რაღაც გაუცნობიერებლად ემოციური მჭამელი ხდება, იმიტომ რომ იბნევ არ იცის რა ქნას და ყველაზე მარტივი რაღაც მისაგნები კი არა და ყველაზე ხელთმარტივი სიამოვნება და სიცარიელის შევსების საშუალება არის საკვები. და აი ხა გამახსენდა ეგ ისტორია და ძალიან ის არის, საინტერესოა მოკლედ, როდესაც გაქვს რაღაც ინფორმაცია, როგორ მოусმინო საკუთარ თავს, გამოხვალ ამ მდგომარეობიდან. საინტერესო რა არის, იცი რომ აი სიცარიელეზე და ეს კვების თემა ხო ძალიან ისეთი არის აქტუალური არის და სხეულიც ამ პროცესში, ცვლილებების პროცესში არის ძალიან ჩართული. და ხშირად რაღაც არ გამოდის ხოლმე, იმიტომ რომ გონებრივად ვცდილობთ მარტო შევცვალოთ. თუ სხეულიც არ მიყვება ამ პროცესს, მთავარი მოწინააღმდეგე ყავს შიგნით. და იგივე ეს ფაზები რო ვახსენე, მაგიტო არის მნიშვნელოვანი ეს საწყის ფაზებზე სხეულისთვის, სხეულის მართვა. სხეულის მართვა ხდება სხვადასხვა პრაქტიკებით, ხო, ვარჯიშით, სხვადასხვა ფიზიკური აქტივობით, რომ შევძლო მისი დამორჩილება, თუნდაც. და თან რა არის აქ საინტერესო, ყველა ის გამოცდილება, ემოციური სიჭარბე, დანაკლისი, ეს ყველაფერი ხდება პროგრამა და რუკა ჩვენ სხეულში. და ეს სიცარიელეც საიდან მოდის? სიცარიელე შეიძლება მოვიდეს რაღაცის დანაკლისიდან ან რაღაცის გამოუხატველობისგან, ხო? ანუ მაგალითად, მე თუ არ მაძლევდნენ საკმარის სიყვარულს და აღიარებას, ეს ქმნის სიცარიელის განცდას, არასდროს არ შემაქო დედამ ან მამამ. სულ მეუბნებოდნენ, რომ რა ვიცი, ხო, მეტი შეგიძლია. არასდროს არ მითხრა, რომ უყვარვარ. ხო, ძალიან მარტივია. ყოველთვის შეგიძლია თვალებში ჩახედო შენ შვილს, ზედმეტი არასდროს არ მოუვა 6 წლამდე წამალი არის სულისთვის, თვალებში ჩახედო და უთხრა მიყვარხარ, რამდენჯერაც გაგახსენდება. უბრალოდ იმისთვის, რომ არსებობს. ლექსი რომ მოყვა, რაღაცა რომ გააკეთა, მაგიტო კი არა, რომ არსებობს, რომ გიყვარს. შვილია და გიყვარს. კი, ეს ქმნის ძალიან დიდ სულიერ საკვებს მათ შორის და ეგოსაც ჯანსაღად აძლიერებს. თუ ეს არ არის, გაჩნდა ერთი სიცარიელე, ხო, შიგნით, რომელიც კი ბატონო შეიძლება, კვება არის ხოლმე ერთ-ერთი საშუალება, რითიც შესაძლებელია ვცადო რომ ამოვავსო, იმიტომ რომ არ ივსება არაფრით, ხო, იქ კი მივიღე, მაგრამ მაინც ვერ შევავსე და ვცდილობ რომ ამით და მაინც რაღაცა შიგნით არ ივსება. ანუ ამასთან დაკავშირება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს, რომ გარკვეული ემოციები მაქვს შიგნით, რომელიც არ გამოიხატა. გავბრაზდი და მითხრეს, რომ არ შეიძლება ეს გაბრაზება. ეხა კუთხეში დაგაყენებ, ან სადღაც გამიშვეს გარეთ მაგის გამო, ან მაგრად დავისაჯე რაღაცის, აი ამ ჩემი ემოციური გამოხატვის გამო და ჩავკეტე ეს სიბრაზე, შევიკავე და ეს მუცელი ეს ტერიტორია არის ხოლმე ერთ-ერთი ადგილი. დავიმახსოვრე. ესეც ქმნის, აი ამ ემოციების შეკავებაც ქმნის ხოლმე სიცარიელის განცდას მათ შორის და კვებით ვცდილობ რომ დავაბალანსო. ამიტომ სხეულებრივი მუშაობა გონებით რაც არ უნდა გააცნობიერო, თუ ფიზიკაშიც, ანუ სხეულშიც არ გამოთავისუფლდა და არ მოხდა გამთლიანების პროცესი. არ ხდება ხოლმე და ერთ-ერთი კარგი სიგნალი არის რაღაც კუთხით. კი არ მოგწონს ახლა. ჩემი ჭარბი წონა მაგალითად რაში გამოიხატება ხოლმე, იცი რომ და ვაზიარებ, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში ესე არის, ხო? თან ეხლა მით უმეტეს მომატებული მაქვს 1-2 კილოგრამი. ეხლა ჭარბი წონა მაინც სხვა რაღაცა არის. ხო, მაგრამ ანუ ჩემ მაგალითზე ვიტყვი, რომ ეხლა ვიღაცისთვის დიაგნოზად არ უჟღერდე, ხო? ერთ-ერთი ვერსია არის, არ არის ერთადერთი. როდესაც რაღაცას ბევრს ვაკეთებ, ან ზედმეტ პასუხისმგებლობებს ვიღებ, წონა რას აკეთებს ნახე, მამიწებს. ის რაღაცები ჩემთვის ატანადი გახდეს და იმას ავითარი, გიცავს თითქოს, ხო? მიცავს, ხო, ნახე, ანუ უნდა დავიტიო მე ახლა ეს რაღაცები და ამიტომ ძლიერი, ანუ მადიდებს, მარტივად რო ვთქვა. ეს რაღაცები, ანუ ტარებადი იყოს. ამიტომ ამას რო ხვდები, უკვე ვაანალიზებ, რომ რაღაცა ზედმეტ სხვა არ ვიღებ და მოდი რაღაცებზე უარს ვიტყვი, ანუ ეს არის შენთვის უკვე ერთ-ერთი სიგნალი.
და ესეთ სხეული ყოველთვის რაღაცას გეუბნება, ხო? შეიძლება იყოს იმ სიცარიელესთან დაკავშირებული, შეიძლება იყოს რაღაცის გამოხატვასთან, ისინიც არის მათ შორის. შეიძლება იყოს რომ უბრალოდ სტრესი გაქვს ძალიან ბევრი და გამიწევს ეს შენი წონა, იმიტომ რომ სხვანაირად არიცი შენმა სხეულმა სიმშვიდე როგორ მიიღოს, იმიტომ რომ შფოთში არის, ხო, რაღაცა და ძლიერი თუ ვიქნები, დიდი თუ ვიქნები, ვერავინ ვერ მომერევა, გეუბნება. შენ თუ სხვა გზებს მოძებნი, რომ სიმშვიდე მისცე შენ სხეულს, უკვე წონა აღარ დაჭირდება. ყვებით აღარ შეივსებ. ყვებით აღარ შეივსებ. მივცეთ გინდა უცებ ახლა ხო და სიმშვიდე. რა შეიძლება იყოს, ხო? ეს ვიცი, ჩახუტება. ანუ ეს არის ერთ-ერთი ძალიან პეპლის ჩახუტებას ეძახიან, ხო აი ამას. სულ ვეხუტებ. ანუ განცდა აქვს ამ დროს, რომ აი ხა უსაფრთხო თვარ. ხო. ხანდახან ესეთი ვარჯიშები ძალიან ისე მარტივად ჩანს, ხო? მაგრამ რეალურად სხეულს ჭირდება განცდა იმის, რომ ეხლა მე არაფერი არ მემუქრება. ერთი პოზა არის კიდე ესეც ვქნათ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს და ხშირად უზიარებ ხოლმე ჩემ პროგრამებზე. აი მარჯვენა ხელი დაიდე შუბლზე. ხო. მარჯვენა ხელი დაიდე შუბლზე, მარცხენა აიღე და დაიდე კეფაზე. თვალები შეგიძლია მოადუნო, დახუჭო, იმიტომ რომ თვალების დახუჭვაც ეხმარება ყურადღება შიგნით შეიტანო. უბრალოდ ისუნთქე. საყრდენს უკეთებ კეფიდან და შუბლიდან შენ თავს, სადე რომ ხელები არ იყოს დაჭიმული და უბრალოდ ისუნთქე. და დააკვირდი რა ხდება სხეულში. დააკვირდი რა იცვლება. მე რაღაცა ძალიან მოვდუნდი უცებ. ძალიან კაი იყო. ხო, ანუ მადლობა. ესეც აი უცებ დამიწება არის, ხო? დამიწება არის და რა არიცი, რომ სხეულს უკეთებ იჭერ თითქოს რა, აქ ვარ ახლა შენთან ვარ, არ შეგეშინდეს ყველაფერი, კარგად არის. ანუ თუ ეს საყრდენი არ მაქვს და ეს დანაკლისები მოყვება ძალიან ბევრი. ხა წარმოგიდგენ, რამდენჯერ შეგშინებია, რამდენჯერ გაუბრაზებულვარ. ეს შინაგან ბავშვთან მუშაობა არის, ხო? შინაგან ბავშვთან მუშაობაზეც არის დაკავშირებული. ძალიან ბევრი პრობლემა მოდის მათ შორის, ხო, შინაგანი ბავშვიდან. თუმცა მოდის ასევე სისტემურიდანაც, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ჩვენ შიშებს და შფოთებს და ბრაზებს კი არ ვატარებთ, ჩვენი მშობლების, იმათი მშობლების, თელი საგვარეულო სისტემის მატარებლები მოყვება, ხო, აი ბიოლოგიურად ხო გახსოვს, ანუ სხეულში, ერთ სხეულში არის მინიმუმ 3 ერთეული, ანუ როცა ბებია არის შენს დედაზე ორსულად, ის კვერცხუჯრედი უკვე განვითარებული არის, რომლითაც შენ უნდა გაჭდი. ანუ ბიოლოგიურად ის გამოცდილება იწერება. ბებიას რო რაღაცი შეეშინდა, უკვე ნაყოფს გადაეცა და იმ კვერცხუჯრედსაც გადაეცა. ამიტომ ეს რაღაცებიც მოყვება და ჭირდება ჩვენი თავის დამუშავება. იმისთვის, რომ სხეულს უთხრათ, რომ ეხლა კარგად არის, არაფერი არ გემუქრება, ხო? ემოციების გამოხატვა ვისწავლოთ, სივრცე მივცეთ. იმიტომ რომ რა ხდება, იცი ძალიან საინტერესო, ნახე, ჩვენი სხეული ატარებს ძალიან ძვირფას, უსაზღვრო რაღაცას, რაც არის სული. და ამის კონტეინირება უნდა შეძლოს. ანუ ამ ჭურჭელმა ისე უნდა იყოს ეს ჭურჭელი მზად, რომ ისეთი დიდი რაღაცის ტარება შეძლოს, როგორიც სულია. და ამ შიშების, ამ შფოთების, ამ სხვადასხვა გამოცდილებების, აი ამ შეკავებული ენერგიების გამო ვეღარ ახერხებს რა, აი ეს ჭურჭელი აღარ შეკუმშული არის. და შესაბამისად მე ამ ჩვენს პოტენციალსაც არ აქვს შესაძლებლობა რომ გამოვლინდეს. ამიტომ სხეულზე უნდა იმუშაო ჯერ გააფართოვო და გაფართოვება და მუშაობა რას ნიშნავს, რომ ვარჯიშობ, სხვადასხვა სხეულებრივ პრაქტიკებს აკეთებ, არ ვიცი, სუნთქავ და ეხლა ძალიან ისეთი აქტუალური არის, წამოვიდა ჩვენთანაც ხო ეს სხეულზე ორიენტირებული სხვადასხვა მიდგომები. მათ შორის იოგას აკეთებ და ასე შემდეგ, ხო, არის სხვადასხვა ბევრი. და ერთი შევახსენოთ მაყურებელს, რომ აუცილებელია აღდგენა და დასვენება. კი. კი, იმიტომ რომ ხშირად არის სულ საუბარი იმაზე, რომ ვივარჯიშოთ, ვიაქტიუროთ, მაგრამ მე გვავიწყდება, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს აღდგენა და დასვენება გავაკეთოთ და სიყვარულით მივუძღვნათ ეს ყველაფერი და არა კრიტიკით, რომ რაღაც არ მივარგა, ამიტომ ვივარჯიშო, რომ გავიუმჯობესო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. კი, აი სხეულზე ზრუნვაც თუ მოდის დანაკლისიდან იმ შედეგს არ გვაძლევს, იმიტომ რომ რეალურად უფრო მეტად აძლიერებ იმ დანაკლისს, ხო, ანუ ამას ვაკეთებ, იმიტომ რომ რაღაც მჯერა ჩემს თავზე, რომ ისე არ ვარ საკმარისი და ეს არის მოსახსნელი.
და კი დასვენება ძალიან მნიშვნელოვანია და სილაღეა ძალიან მნიშვნელოვანი. ხო, აი ყოველდღიურად თუნდაც ეს სილაღის, იმიტომ რომ როცა ძალიან ბევრი პრობლემაა განსაკუთრებით გვიჭირს ხოლმე ამაზე და ხანდახან არის რომ სულ არც გეცეკვება, არც გემღერება, მაგრამ როგორ წესია ეს მოძრაობა იმდენად თავისუფალი ხარ, რამდენადაც თავისუფლად მოძრაობ. აი ჩვენს მოძრაობაშიც ძალიან ხშირად ჩანს აი ეს ჩვენი შეკავებული ემოციები, ხო? აი ხშირად ამბობენ ხოლმე ადამიანები, რომ ერთი ჭიქა მჭირდება, რომ რაღაცა გავიხსნა ცოტა და ვიმოძრაო და რატომ მჭირდება ის ერთი ჭიქა, ხო? იმიტომ რომ გონებას ამ კრიტიკოს მიძინებს და ამიტომ მჭირდება, მაგრამ ცნობიერად შენ თუ იმუშავებ შენ თავზე მოძრაობაზე, აღარ დაგჭირდება ის ერთი ჭიქა და არიან ხოლმე ადამიანები, რომ შეხედავ რამდენი დალიეო ერთხელ ერთ-ერთ შეკრებაზე ვიყავი და არაფერი არ მქონდა საერთოდ, უბრალოდ კარგ ადამიანთან ერთად კარგად ვატარებდი დროს. მეც ხშირად მეუბნები. ხო და ცნობიერად შეიძლება ძალიან კარგად გაერთო ადამიანი და ეს ხდება. იმიტომ რომ გედება ეს ხასიათი. კი, გედება და თან ხარ არ ფიქრობ რას იფიქრებენ სხვებზე. ეს იძლევა ძალიან დიდ თავისუფლებას ხო ხშირად, რომ სხვებს ამ კუთხით არ აქცევ ყურადღებას და შენ თვით გამოხატვაზე ხარ და ეს არ არის შენთვის საშიში. რა თქმა უნდა და პირიქით თავისუფალი ხარ და ბედნიერი. კი. თუმცა ხანდახან არაუშავს თუ მოვიწყენთ და ცუდად ვიქნებით, იმიტომ რომ ეგეც ცხოვრების გამოცდილება არის. თავრე დიდხანს არ დარჩა რაღაც მდგომარეობაში. შენ ამბობ, რომ ნებისმიერი ემოცია, რაც ჩვენში შემოდის, ეს არის მოკლედ ჩვენი ემოცია და უნდა დავაკვირდეთ და უნდა შევიგრძნოთ. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არის, რომ ესეც პროგრამაა თავს მოხოვული, რომ აი ცუდ ხასიათზე ვარ და უნდა მოძებნო მიზეზი, რატო ხარ ცუდ ხასიათზე. ხო სწორად ვამბობ. კი. და მიიღო. და სახელი დაარქვა, რას ნიშნავს ეს ცუდი ხასიათი. და ცუდ ხასიათზე ყოფნის უფლებაც გაქვს. კი. იმიტომ რომ საიდანღაც მოდის რაღაცას გესაუბრება შენი თავი. იმიტომ რომ შეიძლება რაღაც ბრაზი იყოს, ხო? ვიღაც ისე მოგექცა, როგორც არ უნდა მოგექცა. ანუ შენი საზღვრები დაარღვიეს. შეიძლება რაღაც დაკარგე და სევდა გაქვს. ხო, ანუ სევდა სხვა შორის ძალიან ისეთი ღრმა გრძნობა არის. ბევრის მთქმელი. კი და პირდაპირ გაძლევს კავშირს ბედნიერებასთან და სიხარულთან. რამდენადაც შეგიძლია განიცადოს სევდა, იმდენად შეგიძლია განიცადოს სიხარულიც. მართლა არ ვიცოდი ეს. და ხშირად როცა სევდაზე დაწეული გვაქვს, იმიტომ რომ ტკივილთან არის ხო მათ შორის დაკავშირებული რაღაც დანაკარგ სევდას ვგრძნობ, როცა რაღაცა დავკარგე, რაღაცა ვერ მივიღე, რაღაც ის მოლოდინი მქონდა და ან რაღაცაზე გული დაწყდა. ან გული დამწყდა და ეს ეგოში, ჩვენ სისტემაში ტკივილს იწვევს, ხო? ამიტომ გაურბივართ ხოლმე ამას. თუ ადრეულ გამოცდილებაში ეს ტკივილი დიდი იყო, ან აუტანელი იყო, ამიტომ არ მინდა ეხლაც რომ განვიცადო და სხვადასხვანაირად უნიღბავთ ხოლმე. და გაურბივართ, ხო? და გაურბივართ ამ სევდისგან. და რეალურად თუ ისწავლი სევდასთან კავშირს და სევდის გამოცხოვრებას, გამოშვებას, სიხარული, ბედნიერება იხსნება საერთოდ ახალი ფერებით და პალიტრით. შეიძლება ისედაც ბედნიერი ხარ, ეხლა რო ამბობ, მაგრამ იმდენად ბედნიერი ხარ, რამდენადაც სევდიანი შეგიძლია რომ იყო. ხო რა, ანუ მაგაზე არ მიფიქრია, ხო? ან თავისუფლებ ალბათ თან სივრცეს. სივრცეს ათავისუფლებ, რომ აი ამ შენს სამყაროში მთელი ძალით შემოვიდეს აი ეს ბედნიერებისგანაც და მანამ განა არ არის, მაგრამ საერთოდ სხვა სიხშირით შემოდის. აი დაახლოებით როგორი სიხშირით შემოდის, იცი რომ ყველაზე კარგი მასწავლებლები არიან ბავშვები რა. ლაზარის მაგალითი მომყავს ხოლმე ხშირად 6 წლის არის და აი რო უყურებ მის თვით გამოხატვას, ну ძალიან ავთენტური არის და ძალიან ბუნებრივი არის და რომ მთვარეს რო დაინახავს, ყოველ საღამოს აღფრთოვანებული არის მთვარით, დილით რო გამოვა და მზეს რო დაინახავს, იქ გაჩერდება და ხეს შეუძლია უყუროს, ქუჩაში რაღაცა ისეთი შეამჩნიოს, რაც იქ რაღაც შემაღლებული არ უნდა შეხტეს იმაზე აუცილებლად და უნდა გაითამაშოს, ანუ სიხარული არის სხვა სიხშირით. ეხლა წარმოვიდგინე 40 წლის ადამიანი ესე რო იქცევა, ჩვენ რას ვამბობთ ესეთ ადამიანზე? ვერ არის ცოტა ვერ არის. არდა ბედნიერია. უხარია. მიხვდი და იმიტომ რომ აქვს ამის დატევის პოტენციალი, იმიტომ რომ სხვადასხვა ამ ემოციებთან კავშირი შეუძლია, თუმცა მარტო ამას არ ნიშნავს. ახლა შეიძლება ძალიან უპასუხისმგებლო ადამიანიც მოიქცეს ესე, ჯანმრთელ შემთხვევაში რა შეიძლება და როგორ შეიძლება რომ ვლინდებოდეს, ხო? მაგრამ აქვე ვახვედრებთ ჩვენ უამრავ განსჯას, რომ რა არის ხა ეს, რა სისულელეებს აკეთებს. და რა არის შენთვის პირადად ბედნიერება? როგორი ისეთი დიდი კითხვა არის. რა არის ბედნიერება? ძალიან მარტივი რაღაცები არის რეალურად. სახლში რომ მივდივარ ხოლმე ჩემო ოჯახთან ერთად
და რაღაც ფილმს, აი მაგალითად გუშინდელი ბედნიერება არის ეგ, ხო? ერთად ვართ რაღაც ფილმს უყურებთ. განსაკუთრებული მიზეზი ეხლა ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე არ მჭირდება. ბედნიერებისთვის და თან როგორ ვარ იცი რომ რაღაც გამოცდილებები ყოფილა ჩემს ცხოვრებაში რომ მივხვდი რომ ბედნიერება არ არის. ყველაზე იცი როგორი არ არის? განგრძობადი არ არის რა, აი ადვილად გადის შენი ხელიდან. შენთან რაც შეიძლება დარჩეს არის კავშირის, სიმშვიდის განცდა, აი გაძლევს ხოლმე რაღაცნაირად ბედნიერება არასწორი სიტყვა არის, მაგის უფრო სისავსის განცდა არის და აი ეგ არის ხოლმე, რომელიც ჩემთვის მაგალითად ისეთია რა, მომწონს ეგეთ ყოფაში როცა ვარ, თუმცა ხშირად არ ვარ. ანუ არის რაღაცა, სადღაც ბედნიერება არის, სადღაც ეს სისავსე არის, სადღაც რაღაცა უკმაყოფილებაც არის. ანუ რაღაც რესურსული მდგომარეობა არის შენთვის ბედნიერებასთან კავშირში? ხო, რაღაც იცი როგორ პატარა რაღაცის დაკმაყოფილება იმ მომენტში, ხო? აი საკუთარ თავთან ყოფნა, ძვირფას ადამიანებთან ყოფნა, ქუჩაში რო გავდივარ, ეხლა აქ რომ მოვდიოდი და ძალიან სასიამოვნო ტაქსის მძღოლთან ერთად ვიმგზავრი, კარგი საუბარი მქონდა და აი ბედნიერი ვიყავი. პატარ-პატარა რაღაცები. ძალიან პატარ-პატარა რაღაცები. ხედავ რომ ბედნიერება არის და ბედნიერებას ქუჩაში რო ვიღაც გაგიღიმებს და მოგესალმება და რაღაცა გეტყვის რაღაც დადებიც რომ აი მადლობა და ხო აი ესეთ პატარ-პატარა რაღაცებს მოაქვს. ხო, სისავსის შეგრძნება. უღრმესი მადლობა. მე მგონი ბევრ რაღაცაზე ვისაუბრეთ და პრინციპში ყველაფერი უკავშირდება იმ თემას, რაზეც დავიწყეთ საუბარი. იმიტომ რომ ამ ყველაფერს თუ დავუკვირდებით და საკუთარ თავში ჩავიხედებით, გონია რომ +40 არის მართლა შესაძლებლობების და ცხოვრების თავიდან დაწყების ეტაპი. კი და თავარია გვახსოვდეს რომ ჩვენ ვაკეთებთ ამ არჩევანს და მიუცე თავს უფლება რომ ავირჩიო ის ცხოვრება რაც მინდა ვიცხოვრო. თუ ამას 40 წლის ასაკში ავირჩევ, ხო კარგი, თუ უფრო ადრე მოვახერხებ, ეგეც მშვენიერი, თუ კიდე ცოტა უფრო გვიან, მაგასაც არაუშავს. თავარია რომ ავირჩიო და ჩემ თავს მივცე ეგ ნებართვა, რომ შემიძლია ჩემი ცხოვრება ვიცხოვრო, ეგ არის ყველაზე დიდი საჩუქარი, რასაც გაუკეთებ საკუთარ თავს და იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ხარ, იქნება ეს ოჯახი, მეგობრები თუ ასე შემდეგ. განსაკუთრებით ქალები. იმიტომ რომ მე მჯერა რომ ქალების ენერგიაზე ზის მთელი ოჯახი. ქმარიან შვილიანად. ქალი თუ ბედნიერია ოჯახში, ყველა ბედნიერია და ქალებო იყავით ბედნიერები. კი. გაქვთ ამის უფლება და გვაქვს ამის უფლება. კი ბატონო, გეთანხმები და ძალიან დიდი მადლობა და ძალიან საინტერესო პოდკასტი გამოგვევიდა და იმედია რომ მაყურებლისთვის, აი შეიძლება ვიღაც არის +40 კრიზისში, ავანთეთან დავაინტერესეთ, შეიძლება იყოს ეს რაღაც ბიძგი, რომ სხვანაირად შეხედოს ცხოვრებას. კი და აუცილებლად გაგვიზიარეთ ეგ ამბავებს თუ დაგაფიქრეთ. აუცილებლად. შეგეხმიანეთ რამენაირად, მადლობა, ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნო იყო შენთან ერთად ყოფნა. მადლობა, ნახვამდის.